საღამოშვიდობის ეთერშია ბურთი და მოედანი დღეს პარასკევია და ჩვენ ბუნებრივია ვართ ამ სტუდიაში იმისათვის რომ ვისაუბროთ ფეხბურთზე. ბიძინა ბარათაშვილი, ლევან სალუქვაძე და ლაშა სილაგავა ვართ სრული შემადგენლობით წარმოდგენილი, თუმცა მოსალოდნელი იყო ცვლილებები, მაგრამ ჩემი ვიზიტი ესპანეთში მატჩზე ალიკანტეში გადავიდო. ამიტომ სხვა დროს წავალ საქართველოს ნაკრების თამაში საქომაგოდ. რაც შეეხება ჩვენ სტუმრებს, აქ იქნება ნიკა სახვაძე, მექსიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, ეს ოფიციალურად ისე ჩვენი მეგობარი და არგენტინული ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი და მცოდნე. გიგა გვერდცაძე, ჩვენი მეგობარი და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი და პირველი არხის ასევე ჟურნალისტი და იბერვიზიის და იმედის და რა ვიცი, ყველა იმ კარგი წამოწყების რაც კი ყოფილა ჩვენს მეხსიერებაში. დიდი მადლობა თქვენ მივესალმები ჩვენს ტელემოყურებელს და დღევანდელი ჩვენი გადაცემა რა თქმა უნდა ძირითადი ნაწილი უნდა დაუთოთ მომავალ მატჩებს საქართველოს ნაკრების მონაწილეობით. გვადარდებს ეს ამბავი, მით უმეტეს რომ ჩვენ უკვე არაერთხელ ამ გადაცემაში ისე ვთქვით, რომ გვაქვს პრეტენზია, გვაქვს ამბიცია, იმედი რაც მთავარია, რომ ჩვენი გუნდი იქნება წარმატებული მომავალში და წარმატებად უკვე ჩვენთვის აღიქვება ის, რომ არა ღირსეული თამაში და მესამე ადგილი და რაღაცა, არამედ ის, რომ გავიდეთ ჩვენ დიდ ფორუმებზე. ამისთვის ვიბრძვით, ამისთვის რეალურად დაგვჭა ხა ესეთი სიტუაცია, რომ რაც არ უნდა იყოს ესპანეთი, რაც არ უნდა იყოს ბულგარეთი, მთავარი მატჩი არის თურქეთში და უნდა მოვიგოთ ის თამაში თურქეთში. ურთულესი ამოცანა, თუმცა შეუსრულებელი მისია ალბათ არ არის, იმიტომ რომ შეიძლება უკვე ამის გაკეთებაც. ბიძინას ხშირად ამბობს, მეც ლაშას, რომ თურქეთის ნაკრები არანაკლებ თუ უფრო მეტად ახალგაზრდა ვარსკვლავებით დაკომპლექტებული არ არის, მაგრამ ფეხბურთშიც ყოფილა ესეთი შემთხვევა და თურქეთის ნაკრების ისტორიაში, რომ ის ბოლო თამაში და გადამწყვეტი მატჩი თურქეთში ვერ მოუგიათ და იმედი გვაქვს, რომ ახლაც ასე მოხდება და ასევე რაღა თურქებზე ვისაუბრეთ, ჩვენი ბიჭების იმედი გვაქვს, ისეთი ტალანტები ყავს და უკვე იმდენად გამოცდილები და იმდენად მოტივირებულები, რომ არ ეშინიათ და გავლენ იქაც და ითამაშებენ. აი ესეთი მოლოდინები მაქვს მე, ბიძინა, შენ რა სიტყვები? აბსოლუტურად ვიზიარებ განწყობას. ორი ძალიან რთული შეხვედრა საქართველოს ნაკრებს და ამაზე ახლა მე მგონი ჩემი დასტური არ არის საჭირო, ესაც ნათელია ყველაფერი. მე საერთოდ ოპტიმისტი ვარ და მინდა რომ ყველაფერი ისე დასრულდეს, რომ ნიკას მრჩევლობა კიდევ უფრო აქტუალური გახდეს და მექსიკაში ქართველი გულშემატკივრების ვიზიტი მსოფლიო ჩემპიონატზე გახდეს ვიზებზე რიგი დადგეს ქართველებს. შენთან ვიზებზე რომ სასიამოვნოდ გაურთულოთ სასიამოვნო. მექსიკაში ვიზები გვაქვს? მე ვიზები გჭირდება ჩვენ მექსიკა ფარავს ანკარიდან და იმედია თქვა თუ მოხდა ისე რომ ჩვენი ნაკრები გავიდა გაამარტივებენ მაინც ანუ ელექტრონულ ვიზებს მაინც გასცემენ იმედი დავუწევთ. ამ წუთისთვის უნდა ჩავიდეთ და გასაუბრება გაიაროს ყველა ქართველმა იქ მაცალაჩოში ანკარაში ესე იყოს ვიზა რთულია. ანკარაში უნდა ჩავიდეთ და იქნებ ფეხბურთელებმა შეუწყონ ხელი მასაც რომ გამარტივდეს გაცემა ანუ ელექტრონული ვიზები. მოდი ახლა ესეთი რამეც ვიკითხოთ რომ თქვათ სამუდამოდ თუ არა ჩემპიონატის დღეებში მაინც შეიძლება ხო გამარტივდეს. სამუშაო იქნება მექსიკის შესაბამის უწყებებთან რომ ეგ საკითხი გამარტივდეს. ნუ არა მარტო ქართველებისთვის მათ შორის ხო რა თქმა უნდა ჩვენ შეესაბამება. ხო არა ეხა იცი რა თუ ელექტრონულ ვიზებზე გადავიდნენ მე ხე დიპლომატიაში დიდი განსხვავება ნამდვილად არ მაქვს მაგრამ ლოგიკა ალბათ ხო რომ თუ რაღაცა პერიოდით მაინც შესაძლებელი გახდა გადასვლა თქვათ თუ კარგად იმუშავა და კარგად იმუშავავს მაგალითად მაშინ რატო შეცვლიან ახლა რატო იმასაც რა ხო არ ხალისება ხა იმაში შენი ანკარაში შეასიარული ესეთი კითხვა მაქვს რა უფრო რთულია და დავიწყოთ ფეხბურთზე საუბარი აი ამ კითხვით შენი აზრით რა უფრო რთულია ის რომ მექსიკის ვიზები გამარტივდეს თუ რომ გავიდეთ უფრო მარტივ რომ გავიდეს მაგრამ უფრო მარტივ მაინც და მექსიკას თავისაღაც წესები რომ გავიდეთ იმიტომ რომ აი რაც ხა შორიდან რა ჩანს შორიდან რა კუთხით ახლა თქვა როგორ აღიქვამენ ჩვენ ნაკრებს ლათინურ ამერიკაში სოფლიოში ესე რომ ვთქვა ანუ საბედნიეროდ ყავს კონკურენტუნარიანი ბრძოლის უნარიანი ნაკრებსაც პატივსცემი არა მარტო პრეს კონფერენციაზე
ისე სიტყვის მასალად. მართლა პატივსცემენ, სადღაც ეშინიათ კიდეც და ეს უკვე დაიმკვიდრეს განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. ეს ადგილი სოფლიო ფეხბურთში, ალბათ ევროპულ ფეხბურთში და გამომდინარე ვარსკვლავები როგორიც ყავს მამარდაშვილი, კვარაცხელია, მართლა მოლოდინი არის იგივე მექსიკაში ეს ფეხბურთელები იციან, კვარაცხელია მართლა ბარათეს ავიზიტო. ბრაზილიაში ჩაკვეტაძე იციან? სიტყვაზე გეუბნები. ჩაკვეტაძე შეიძლება არის, მაგრამ კვარაცხელია არის რაც არ უნდა რთულად გამოსათქმელი იყოს მათთვის მისი გვარი გაიტეხენ ენას, მაგრამ იტყვიან კვარაცხელიას და ხა საამაყუათან კიდევ ერთხელ ნახევარად კვარაცხელია ვარ და დედაჩემი იყო კვარაცხელია და ჩემთვის თუ მომინდა ვიტყვი რომ კვარაცხელია. ასე რომ შემთვლი რომ გასვლა წარმოუდგენელი არ არის. წარმოუდგენელი არ არის, აი ის მარცხი თურქეთთან ამ წუთისთვის ესეთია თქვა ხო, აი ძალიან პრობლემატურად გვეჩვენება ამის როგორ შეიძლება ამის განეიტრალება. მეც ახლა ორი თამაშია და არ ვიცი, ალბათ სავარაუდოდ მწვრთნელის ესე ორ თამაშზე ალბათ ელაპარაკება ჯერ ესპანეთზე და მოტივირებულები არიან ესპანეთთან თამაშის. შემდეგ დაიწყებენ უკვე თურქეთი კი აქვს თავში, მაგრამ არ მგონია რომ აი ეს თამაში ესპანეთის წინ გადაეტვირთონ თავი ფსიქოლოგიურად ან სხვა კუთხით ფიქრზე თურქეთში რას იზავენ. ამიტომ ესე გაყოფენ მე ჩემის აზრით, რაც მე თქვა და იმიტომ მე თურქეთი რას იზავენ საქართველოს ნაკრებში და აქედან გამომდინარე გაინტერესებს შენი მოსაზრება, იმიტომ რომ კუპერის მთელი პერიოდი შენ ნაკრებში გაატარე. ხო, ალბათ სწორიც არის, იმიტომ რომ იცი რა, ეხა ზოგადად ერთ მატჩზე კონცენტრირება თანაც ერთის გამოტოვებით, ანუ შემდეგ თამაშზე შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს ნაკრებს, იმიტომ რომ ჩვენთვის არ დაგვაუწევს კიდე რომ ერთი მომენტია, ხო? კაი, თქვათ მოუგე საუკეთესო შემთხვევაში ვლაპარაკობთ, ხო? მოუგე თურქეთს იქ. ეხა ესპანეთში ჩავდივართ, ხო? ესპანეთში შეიძლება წააგოებს იმითი 10-1 იმაზე ფიქრით რა ქვია თურქებზე კონცენტრაციით არის აი ქონა მოვიგო. ის მოგებამა შეიძლება აბსოლუტურად არანაირი ის არ მოხდეს რა ქვია განსაკუთრებული ჰანდიკაპი, იმიტომ რომ იმ ბულგარეთს შეიძლება თურქეთს მოუგოს და კიდე დასაქმებელი იყოს დაუშვათ ბურთები. ჩვენთვის ეხა ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მოხდა და მე ვთხოვ რეჟისორს რომ ჩაგვიწევს და გავახსენოს ის თამაში რომელიც თურქეთმა და ესპანეთმა გამართეს ერთმანეთში, სადაც მეორეც შეიძლება ესპანეთს მოუგო. თურქეთში წააგო და ის ესპანეთთან მოგება არაფერში არ დაგჭირდა. ხო, თურქეთი რა შვება ბულგარეთთან, ანუ ესე ნაბიჯ რაღაცა. რეალურად ამ ორმა თამაშმა, ჩემი აზრით, უნდა გადაწყვიტოს რჩება თუ არა შანსი ჩვენ. ეს ორი თამაში გადაწყვეტს ალბათ. ბულგარეთშიც რაში გიჭირავს მოგება ეხლა? არა, არც ჩვენ გვიჭირავს ბულგარეთში მოგება ხელში და არც ჩემი აზრით თურქეთს უჭირავს ბულგარეთში მოგება ხვალ ხელში. იქაც ხო რაღაცები შეიცვალა მწვრთნელი შეცვალეს. ეხა დაუწერელი კანონია, ხო, რაღაცა ახალი მწვრთნელი ხშირ შემთხვევებში რაღაცა ახალი ენერგია მოაქვს, ახალი მონდომება ჩნდება გუნდში, ახალი სტიმული და რაღაცა სადღაც მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი არის აშკარა ფავორიტი, ხო, ბულგარეთში, მაინც სადღაც რაღაც იმედი მაქვს მე პირადად რა. და აი როგორც ესპანეთის საქართველოს შეხვედრას ველოდები დაახლოებით იგივე მოლოდინი მაქვს ბულგარეთი თურქეთის თამაშის რომ იქაც რაღაცის იმედი მაქვს და ნახოთ რა. ამიტომ თურქეთის თამაშის წინ განწყობა ექნებათ დამოკიდებული ბევრ რამეზე ჩვენ ფეხბურთელებს არა მარტო აი თქვათ აი როგორ ეს ტური როგორ ჩაევრის ესპანეთთან მატჩი ისინი როგორ ითამაშებენ თურქები და მწვრთნელიც მე თქვათ ტაქტიკაზე სტრატეგიას და შემდგომს განსაზღვრავს აქედან გამომდინარე. ხო, ხა ამ თამაში რაც იყო, როგორც ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, ხო? ყველაზე საშინელ სიზმარში რომ თურქეთთან საკუთარ მოედანზე შეიძლებოდა 0-3 ყოფილიყო ანგარიში. ეს ჩემთვის პირადად იყო წარმოუდგენელი ამბავი რა, რომ თამაშის მიმდინარეობისას ასეთ გამოვლა მდგომარეობაში ჩავარდებოდით, იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა თურქეთი ესპანეთთან, ხო, მიუხედავად იმისა. არის აქტუალიზება, იმიტომ რომ ბურთებია, ხო, მთავარი მნიშვნელოვანია ფაქტია. არა, თანაბარ ქულებზე.
თუმცა 0-3-ით მერეც თამაშის გადარჩენის შანსი თუ გვექნებოდა არც ეგ აღარ მეგონა. ხო, გაზრება იყო ის. ეს მეტყველებს აი ამ ნაკრების სიძლიერეზე ზუსტად ძველი ნაკრების ფორმაციის მოიშლებოდა. აი რომელიმე დაბრუნებულა თამაში 0-3 ვერ გავიხსენე. განა ვაკანინებ იმ ფერბურთებს უბრალოდ ეს სულისკვეთება არ ქონდათ რაც ამ ნაკრებს. ზუსტად კი. პირველი გაშვებული გოლიდან იშლებოდა სულ ეკონა პირველი გოლის ფაქტორი. რაცა უნდა ყოფილიყო მოლდავეთთან სულ იყო. პირველი გოლის ფაქტორი პირველი გოლის ფაქტორი მოქმედებდა. ბოლო წუთების ფაქტორი მოქმედებდა კონცენტრაცია დავკარგეთ პირველი ტაიმის ბოლოს თამაშის ბოლოს. ამინდი ხო ყველაფერზე კატასტროფულად მოქმედებდა, ოღონდ ყველანაირი ამინდი, წვიმა იყო, საათობრივი განსხვავება სიშორე ჩვენს საწინააღმდეგო გოთი იყო. არა და იმ დღეს მე და ბიზინა ვანგარიშობდით, რომ ეს ნისლიანი ალბიონი და წვიმა თუ არის დავიღუპეთ და რაც კი რამე ისეთი საამაყო თამაში გვაქვს მოგებული, ყველა წვიმაში გვაქვს და ყველა მაგ ბრიტანელებთან გვაქვს. და ხო, ლივერპული თავარი ხო. ლივერპული ვესტჰემი რამ შრალი ამინდი იყო, იქა აოხრებულ მოედანზე თამაშობდით და უელსი 5-0 რომ მოუგეთ აქ კოკის პირველი წვიმა იყო. აი ხა ძველი ისინი გავიხსენეთ და პირველ მეცხრეს წავაგეთ. პირველ მეცხრეს წავაგეთ წვიმაში. ასატანია. იქ წვიმის გარეშე სვაგებდი. აი ზუსტად ის შეიცვალა რა მართლაც ეხა ყველაფერთან ხვდებით ამაზე 30 წელი გავიდა ხო პირველი ოფიციალური შეხვედრიდან და აგერ ეხა მე-300-ე თამაშს თამაშობთ რა საქართველოს ნაკრების და ეს 300 თამაში ხო მართლა მთელი ჩვენი ცხოვრებაა ხო ესე მთელი ჩვენი ცხოვრებაა და აგერ ბიძინა შენ თქვი რომ მართლა ოპტიმისტები ვიყავით მუდმივად და ნუ დღესაც ვშევით დღეს რაღაცა თითქოს საფუძველიც აქვს ამ ოპტიმიზმს ხო იმ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არა რაღაც პერიოდი გიგა გვიჭირდა ეგ ოპტიმიზმი გვიჭირდა მაგრამ მაინც ცოტა შეშლილების დამეცილება სტოვებდი ეხა ხო ეს ყველაფერი შეიცვალა რა ამ ბიჭებმა მოახერხეს აი აბსოლუტურად ყველაფერი შეცვლა. ეხა ჩვენ ადრეც ველოდებოდით, ეხაც ველოდებით ნაკრების თამაშს, მაგრამ ეხა უფრო სხვა მოლოდინია რა. ეხა არის მოლოდინი რაღაცა დღესასწაულის რა და თან იყო პერიოდი რომ მართლა მხოლოდ განსაკუთრებით თავგადაკლულ გულშემატკივრებს აინტერესებდათ. ეს იყო აი შენ რა პერიოდსაც გულისხმობ ზუსტად იმ პერიოდზე იმედობა სრული. დღეს ეხა თელი საქართველო ხო ყველა კითხულობს, ყველა გვეკითხება, აბა რა შანსები გვაქვს. ეს მოახერხეს ამ ბიჭებმა მართლაც რა. გარდა იმისა რომ ჩვენ მე ბედნიერი ადამიანი ვარ რომ აგერ ხვიჩაკო არაცხელია ყავს, გიორგი მამარდაშვილი ყავს, ჟორჟი ყავს, მიქაუტაძე. ეს საოცარი ამბავია რა და ოქროსფურთის დაჯილდოებაზე ფიგურირებ, ხო? უკვე მუდმივად წარმოიდგინე. მეორე წელია აგერ და ერთი და მეორე, ხო? შარშანე მამარდაშვილი. ხო და მაგას არა მართლა გახადეს ეს საერთო სახალხო სპორტად. კი ყოველთვის ვიძახდით რომ ფეხბურთმა რა არც ეგრე არის კუპერის დროს მახსოვს, კუპერი ნაკრებში იყო. ბაზაზე მიდის ნაკრების მანქანა, ავტობუსი და ჩაუვარეთ სტუდენტებს იქ არ მახსოვს, მეგო თავისუფლად აგრარული უნივერსიტეტი რო არის. და რეაქცია არ ქონია არა. ბაზა იქ იყო. ხო, არავის არ ქონია რეაქცია. კუპერმა აი დაუჯერებელი რა ხა არგენტინის ნაკრებში ჩაეარო სტუდენტების კამპუსის წინო, ხო დაამტროვდნო ამ ფანჯრებს, ანუ ემოცია არ იყო ხა ამ ნაკრებს. შეუძლიათ ემოციის გაღვივება შეუძლიათ შენარჩუნებას და გაზრდას. ეს მართლა აი მართლა სხვა განზომილებაა საერთოდ. ვიდრე იყო უწინ. ჩვენ ყველას ეხა რასაკვირველია ოპტიმისტები ვართ, მაგრამ ამავდროულად ისიც რეალობასაც უყურებთ რა, რომ ეხა ორი ურთულესი შეხვედრაა რა, უმძიმესი შეხვედრა ორივე გასვლაზე თან რა, ეხა ესპანეთი თურქეთი რო ყავს. დავიწყოთ იქიდან ეს 12 ჯგუფს რო გადაავლო თვალი ამ სოფლიო ჩემპიონატის შესარჩევს, მართლა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯგუფია რა. მართლა რა. ერთი 7-8 ჯგუფია იქ ისეთ ჩემი აზრით, რომ აჰა იქ ალბათ უფრო ადვილი იქნებოდა რა მეორე ადგილისთვის ბრძოლა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ჩვენივრად მესმის ხა ესპანეთი, თურქეთი, წადი მოუგე, წადი ქულაიღე, ურთულესი ამბავია, მაინც ჩვენ უკვე იმ კლასის ფეხბურთელები გვყავს რა. როდესაც კვარაცხელია შენია, მამარდაშვილი შენია, მიქაუტაძე შენია და არა მარტო ეგენი ხო, კიდე გვყავს ჩვენ ვარსკვლავები. რა არის შანსი გვაქვს გამომდინარე აქედან რა. არა, თან იცი რა არის ხა მე ბედნიერება მქონდა იმისი, რომ
მართალია წაგებულ, მაგრამ ორივე შეხვედრას აი ამ გუნდებთან ევროპის ჩემპიონატზე დავსაბუთე შენ ბად მიყავდა ეს თამაშები და მე სტადიონიდან უყურებდი ტრიბუნიდან ამ მატჩებს და შემიძლია გულწრფელად თქვა და შენი აზრიც მაინტერესებს ამაზე რა თქმა უნდა რომ ხეცა სტადიონიდან ახმული ფეხბურთი ცოტა სხვა არის კიდე ხო ხა ტელევიზორში ერთია და მოედანზე რა ხდებოდა სრულ მოედანს ხედავ ატმოსფეროს ხედავ განწყობას ხედავ შენი მეტოქის კომაგების იმიტომ რომ იქ არიან ისინიც და ანუ ის ატმოსფერო და რაღაცა აურა რომელიც ტრიალებს სტადიონზე კიდე სხვა რაღაცა ემოციებს ბადებს და სხვანაირ დაბეჭდილებას გიქმნის ორივე შემთხვევაში საქართველოს ნაკრები იყო მოწოდების სიმაღლეზე. გასაგებია რომ 4-1 წავაგეთ საბოლოო ჯამში ესპანეთთან, მაგრამ დღემდე გვახსენდება და არც თუ უსაფუძვლოდ ის პირველი გამთანაბრებელი გოლი, რომელიც მივიღეთ იმ პირობებში, სადაც ვთქვათ, ის იყო რა ქვია კიტეს ტრავმა, ხო, ეს გოლი, რომელიც შეიძლება და არ ჩათვლილიყო იმიტომ რომ ამის ანალოგები მქონდა და არ უნდა ჩათვლილი. ხო და არ დაგვეწეს რომ იმ გამთანაბრებელი გოლის შემდეგ იყო ორი შეტევა. იმ შეტევებს არ მოყოლია განსაკუთრებული შედეგი გატანილი გოლი დაუშვათ ან თუნდაც რაღაცა სეივი მეკარის მაგრამ ორი სტრაფი შეტევა იყო სადაც ვინსაით გარბოდა ესპანეთის დაცვაში ეხლა მე კიდევ ვიმეორებ ეს არ ნიშნავს მე იმას კი არ ვადარებ რომ საქართველოს ნაკრებს უნდა მოეგო ახლა მე ესპანეთისთვის გენ თუ არა ის გოლი არ ჩათვლილიყო მოეგო არ ის გოლი არ ჩათვლილიყო მე კაცო არის რა იქნებოდა მე იყო რაღაცა გამოუცდელობის ელემენტი ისიც ეხლა კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა მე არა ვარ ზღარ გადასული ოპტიმისტი პირიქით ბევრ სიტუაციებში უფრო სკეპტიკურად უყურებ ხოლმე რაღაცებს, მაგრამ ნახევრად სავსეა და ცალია. ხო, ну ის გააჩნია სიტუაციას და კი ჭიქას. ამიტომ მაგრამ თუ ჩვენ ოდესმე შეგვიძლია გააჩნია რა სხია ჭიქაში. და საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში ოპტიმისტია ბრა. ხო, მაგრამ ნახე რას ვამბობ, თუ ოდესმე, ახლა ობიექტურად ფიქრობ, რომ ობიექტური ვარ ამ შემთხვევაში. თუ ოდესმე შეიძლება შანსი გქონდეს ჩვენ ესპანეთთან უკეთესი თამაში და არ ვიცი მოგება და წაგებას. ნახე, არ არის იამალი, არ არის ნიკო უილიამსი, არ არის ფაბიან რუისი, არ არის ეს რა ქვია როდრი და აგერ კიდე კარვახალი და კარვახალი კარგი შეიძლება ისეთი აღარ არის როგორც იყო თუმცა ჩვენ ძალიან სულად გვახსოვს იმიტომ რომ იმ ორ შეხვედრაში რომელიც ჰქონდა მაშინ კვარაცხელიასთან ის თამაშობდა და რამდენჯერმე ხო მადრიდითაც შეხვდა ნაკრებითაც ალბათ ის თქვა ამის წინამდე თამაში ანუ რა გასაგებია რომ ყავს მერინო გასაგებია რომ ტელეფონების პირობებში ნაკრები არ არის ერთ და ორ კაცზე დამოკიდებული ყველაფერი გასაგებია რომ ახლა ნურავი ნეტყვის რა ხავა საუკეთესო ფეხბურთელი როცა არ არის გუნდში ეს არ ნიშნავს არაფერს და მერე რა გინდა იყოს გინდა არა ესპანეთისთვისაც ალბათ ნიშნავს ესპანეთისთვისაც კი ალბათ არ არსებობს არ არსებობს უყურე 11 კაც ხო არ იყო იმ ოქროს ბურთზე წარდგენილი კაცო ეხა იმაზე რა ქვია არა ის არგუმენტია რომ ვისაც შანსი მიეცება, უფრო ეცდება დამტკიცებას, მაგრამ ეგ შანსი იცი ფერანი არ არის კიდე, ხო? რატო არის ნაკლებად არგუმენტირებული? იმიტომ რომ ამ ძირითადში ვინც არის, არაფერი არ мотиваცია არ ჭირდება, ისედაც 6 როლების მოგება უნდათ ყველა თამაშის. ასე რომ ისინი რო არ არიან მეორე შემოადგენლობა, იმიტომ მეორე რომ უფრო მეტი მოტივირებული იმის გაკეთება, რასაც ისინი ხო, ისაც იქნებოდა მაშინ. ესე ჩერდებიან. არ ჩერდებიან. დიდი ფილოსოფოსობა ამის აი ესპანეთთან თამაში გაიხსენები ძინა და მე მგონი კიდე ერთხელ მეც ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატში არა რა სხვა არ გასახსენებელი მატჩიც არის იმდენად მნიშვნელოვანი თამაში ეგ თამაში არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ქართული ფეხბურთის ისტორიაში ასეა ხო ამ სიმაღლეზე ჩვენი ნაკრები არ ყოფილა. ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატის მე-8 ფინალური შეხვედრა, ხო? იქ ჩვენ ჩემპიონთან ევროპის ჩემპიონატი. იქ ჩვენ როდესაც საუბრობს და თვალწინ გვიდგას ის ეპიზოდი ჩვენს კარში არ ჩასათვლელი ჩათვლილი გოლი ჩვენი ვარაუდით და არა მარტო ჩვენი ვარაუდით, ხო? იქ ძალიან საკამათო
მანამდე მინდა კარგად გავიხსენოთ ის სათამაშო ეპიზოდი რა. იქ იყო აი მთელი გარემოებების თანხwebdriver იყო ჩვენს წინააღმდეგ. კიდეს პრობლემები რა, როდესაც აი შეატყვეს რომ რაღაცა აბა შეძლებს თუ არა გაგზელებას თამაშის, ამ დროს თუ გახსოვთ, კაკაბაძეს აქვს ბურთი რა და კიტეიშვილს ეს პრობლემა თითქოს მან მოგვარებულად ჩათვალა რა, ვინაიდან აი თითქოს ახერხებდა თამაშის გაგზელებას და გამომდინარე აქედან ეხლა წამებში ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება, ხო? კაკაბაძემ მიიღო გადაწყვეტილება არა აუჩი ბურთის გაშვების რა, არამედ წინ გადაგდების ბურთის რა და ამ დროს ჩვენ ვხედავთ რომ აი ზუსტად თანხwebdriverშია, მე ასე მახსოვს რა. თანხwebdriverშია მომენტი რომ კიდე ვარდება, ხო? იმ მომენტში უკვე ბურთის დროს რა. იქ ბურთი იკარგება მოედნის ცენტრში და მოდიან კიდე გამორთულია და ანუ იმ თამაშგარი მდგომარეობის ეპიზოდამდე რომელიც თქვათ მართლა სადავოა ან შეიძლება არც არის ჩვენთვის სადავა არ უნდა ჩათვლილიყო აი ყველაფერი ეს ახლდა ამას თუმცა ანუ ესეც თქვათ ეხა მაგ თამაშს ვიგებდით ჩვენ ისე რომ კარისკენ დარტყმა არ ქონია აი ეს იშვიათად ხდება ხო ეგეთი რაღაცა რა კარში დარტყმას კი არ ამბობ კარისკენ დარტყმა დარტყმა თუ ერთი დარტყმა ქონდა რა ამას მახსოვს კარგად რა ისიც ჩვენურად მახსოვს რომ სადღაც მე-20 წუთი იყო ბურთის ფლობა იყო 10-90-ზე 10-90-ზე მე-20 წუთი მესმის ესპანეთის ტოტალური უპირატესობა გასაგებია მაგრამ მაინც ეხა არის იმის მტკიცება შეუძლია იმაში რა ქვია ამხანაგური თამაში იქ შენ ქონდა ეს ბურთი პირველი ტაიმი 1-0 აი მაგასია რა საქართველოზე სუსტ გუნდს ესპანეთზე ძლიერი გუნდისთვის სოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არ მოუგია არ ყოფილა ესეთ შემთხვევები ხო სენსაცია იქნებოდა არ დაობს იმაზე ხან თამაში რომ წავატრაფია შარო უბრალოდ რას ვამბობ იცი შანსი იქნებოდა თქო მე მაგას ვამბობ მე ვიცი რომ ეხლა ეს არ ის არის რა მაგრამ ეხლა შენ იმიდან უყურებ რა ამას და ის პირველი ტაიმის მოგების შემთხვევაში შანსი გვექნებოდა რა და ერთ-ერთი რომ გახდა ხო ყველამ წარმოვიდგინეთ მეორე ტაიმის სცენარი შესვენებაზე და ზუსტად ის სცენარი ახდა ხო? მოკეთ ეს დანაკლისი რაც აქ ესპანეთის ნაკრებს შანსს გვაძლევს რომ შედეგი სხვა იყოს გაცილებით ახლა ეს წინასწარ რომ განწირულები ვართ მე მგონი განწყობა აღარც არის საბედნიერო არავისთან არ არის ადრე ხო აი წავაგებ 6-ით ნო 7-ით ნო ეგ განწყობა არ არის რატო უნდა წავაგოთ რატო არ შეიძლება საუდის არაბეთმა მოუგო არგენტინას ბაში რა ქვია სოფლიო ჩემპიონატის გახსნის თამაში რა არის ხა და წავიდა ესპანეთი და გახდა სოფლიო ჩემპიონი ესპანეთი არგენტინა ხო არგენტინას გასხო ესპანეთი გავდგა ხო შეგეშლებოდა არ მეგონა არა ხო ხო არ მერჩინო ესპანეთს აეგო და იმიტომ რომ ის თამაშები ინფარქტი ამივიდა მაგრამ არავინ არ დაობს იმაზე ვინ არის ფავორიტი ამ წელში ხა დღეს გასაკვირველია ხო თამაში ჩვენი განწყობა არავინ არ ელოდება იმას რომ ეხა გინათ თუ არა წახვალ მოუგებ ეს ვინ არის ფავორიტი რეალურად ესპანეთი აბა რაზე ვილაპარაკოთ ეხლა რომ ესპანეთი რანგარიში მოვიდეთ და თურქეთი ამაზე ვილაპარაკოთ და ბატონო გამოვტოვოთ ეს და თურქეთზე გადავერთოთ ხო რა ყავს რა ბიჭები ისეთი რომ ყველაფრის გარდატეხა შეუძლია თავს ვიმხნევებთ ეხლა იმიტომ რომ აბა რა ზუსტად ლევან და უნდა გამოვხნევოთ და ჩვენ იმას აგერ ანონშიც არის ის ყველაზე ძალიან რომელ ფრაზასაც ქართულ ფეხბურთთან მიმართებაში ვერ ვიტანდი ნაკრებთან განსაკუთრებით კლუბებთან უფრო აქტუალურია ამას რატო უნდა მოუგოთ აი ვიღაცა რომ ჩამოვიდოდა და რომ შევქმნიდით რომ აი ხო უნდა მოუგოთ არაღა რომ წავაგებდი და რატო უნდა მოგვეგო ნორვეგიისთვის რომ გეტყოდეთ იმიტომ რომ იქ რაღაც ცხოვრების პირობა რაღაცებს ისეთ არგუმენტებს მაღალი პენსია აქვს იქ და ისეთ არგუმენტებს რომელიც აი ურუგვაიზეც ვრცელდება, მაგრამ მოუგებდა 4-0-ს. აი ამას ვერ ვიტანდი, თორე ეხა ჩვენ აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ისე ვხატავთ, რომ აი რა მოხდა მერე ესპანეთს რომ მოუგოთ. არა, რა თქმა უნდა მოხდა და დიდი ამბავიც მოხდა რომ მოუგოთ და შეიძლება მოხდეს ამას ვამბობ, მაგრამ უფრო მეტწილად რა თქმა უნდა ყველამ ვიცით რომ გაქანებული ფავორიტი ესპანეთია და რეალურად შეიძლება დადგეს ის შედეგი. მე გეტყვი იმას რა ქვია. მოგოდერებს?
აი დაცვაში თამაშზე არის კითხვები დაუშვათ ცენტრალური მცველი ხე ძირითადი კითხვა შემადგენლობაში ცენტრალური მიშა ახვლედიანმა რამდენი ცენტრალური მცველით უნდა ვითარდეს ცოტა უწიეს ესპანეთს ხომ არა ანუ იმდენად ცოტა რჩევა მცველით გამოუძეს 4 მცველით აზიას მიშამ ჩამიგდო ესენი რა ქვია B365-ის ისა 23 აქვს საქართველოს მოგებაზე იყო აქ 8 ნახევარია ფრეზე და 1 და 12 აქვს მოგებაზე 8 ნახევარი ჩვენთვის ძალიან ფრე 8 ნახევარი ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა იყოს 8 ნახევარი ფრე 23-ს ლევან 8 ნახევრით არ ვიწყებდით ყველას ეუნები ხო აბა სხვა რაში ფილმის გამო კი არ მიყვარს ფილმი ხა ისე ფილმსაც არაფერი არაფერი უჭერს არა ხა ფილმის გამო არ მიყვარს ეს ციფრი მიყვარს ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი რო იყო იმის გამო ეხლა რაც შეეხება მაგას რაღაც თქვი ეგ საკითხი აი იმ კანონის შემდეგ რომელიც იქნა მიღებული აქ და ყველანაირი უფლებები მიეცათ აქ ბუკმეკერებს და სამწუხაროდ სპორტულ გადაცემებში დღემდე არ არის განხილული მათი ჩართულობა რო იყოს დასაშვები როგორც მთელ ცივილიზებულ სამყაროში და მათ შორის საქართველოში სხვა სპორტულ ღონისძიებებში შეიძლება მათი სარეკლამო გოლების თუ ლოგოტიპის გამოჩენა და ჩემი აზრით სპორტული გადაცემები და სპორტული ტრანსლაციები უნდა იყოს გათანაბრებული სპორტულ მატჩებთან და სპორტულ ღონისძიებებთან, იმიტომ რომ აი ეს კარგი ტურნირები, ხა შემთხვევით მომეცა ამის საშუალება, რომელიც ჩვენ არხებზე გადის, სწორედ სპორტული სანახაობებია და მათში ამათი ჩართულობით უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება და უფრო კარგ და მრავალ ტურნირს ვაჩვენებთ. ამაზე ფიქრიც შეიძლება. მაგრამ აი ეს 23 რო არის ბიძინა. ხო. და შენთან რო არის 11. ეს არის სწორედ იმიტომ, რომ შენ გამოგხდეს ყველაფერი აი იქიდან და მარტო ამათ ხელში დაგტოვოს. აი იმიტომ იქ 23 და აქ 11. ხა აქ ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრების წარგებაზეც რო სხვა თამაშებზეც ეგრეა და სხვა მოგებებზეც. ამიტომ ამაზეც საფიქრალია, რომ ის ყველაფერი სადა რატო როგორ წავიდა. ეხლა რაც შეეხება ესე ფეხბურთს დაუბრუნდით. ხო, დიახაც ჩვენ არა ვართ თავიდანვე განწირულები, თუმცა თუ წავაგეთ იმის თავის და გამოცდილება ჩვენს გვაქვს უკვე გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს, რომ ეს არ მივიღოთ კატასტროფად ესპანეთში წაგება, მით უმეტეს რომ წინ უფრო მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და უფრო რეალურად რომლის მოგება შეგვიძლია. აი ამაზე ვსაუბრობთ რა. და ერთ სიტყვი კიდე ლევან უკაცრავად რა. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება რა. აი დღევანდელი საქართველოს ნაკრები გამომდინარე იქიდან რომ აი შეტევის ხაზი მართლაც გასაოცარი ყავს. აი ჩვენ რო ახსენეთ რამდენჯერმე ხვიჩა ვახსენეთ ჟორჟი ვახსენეთ, აგერ ზურიკო დავითაშვილია. ანუ იმდენად სერიოზული რესურსია შეტევით. მე როგორ მგონია ის შეტევაზე მაინც უფრო გამახვილა ყურადღება, რომ აი ეხა ისეთ პარალელს გავაკეთებ, როგორც პირველ რიგში ლევანს ესიამოვნება რა. აი როგორც თქვათ, აი ხელბურთში, საქართველოს ხელბურთის ნაკრების, აი რეალური შესაძლებლობების ზღვარი არის, ისეთი გუნდია, ისეთი ახალგაზრდული გუნდია, რა შეუძლია ბოლომდე არ ვიცით და რაღაცა საოცარი სენსაცია რომ მოახდინოს, ხო, იგივე თქვათ იანვარში. შეიძლება არ გამიკვირდეს კალათბურთში შესანიშნავი მაგალითი ქონდა ფრანგეთთან. ფეხბურთშიც ასეა რა. ისეთი შემსრულებლები ყავს, რომ ვერ გამორიცხავდა. ჩვენ ხო ამაზე ვფიქრობთ, მაინც რაღაცნაირად ვეპოტინებით ამ იმედს რა. ჯერ იანვარში საერთოდ საოცრება ხდება. მე ეგეთ შემთხვევა არ მახსენდება, რომ ესე იგი საქართველო არის ევროპის ჩემპიონატზე ხელბურთში, წყალბურთში და ფუტზალში. ევროპის 3 ტურნირი ჩემპიონატი გვაქვს სათამაშო იანვრის თვეში რაღაცა, ავი საოცარი რაღაცაა რა. უკვე ის სახეობები და მართლაც საამაყოა ეს უკვე ის სახეობები, რომლებიც სერიოზულად ემზადებიან ასეთი ტურნირებისთვის და სადაც რაღაცის შანსი და იმედი გვაქვს, ყველანი გავდივართ. ეხლა შემდეგი ეტაპი ჩემი აზრით არის ის, რომ ქალთა გუნდების უნდა ნელ-ნელა ისე მოვაძლევოთ, რომ გავიდნენ სადღაც. იმიტომ რომ აბა ვაჟები გადიან და ეხლა დიდი ბოდიში მომითხოვია, ჩემზე მეტად ეს არავის გაუხარდება, მაგრამ დიდი ფორუმების გამარჯვებისთვის ჯერ არა ვართ იმ სიმაღლეზე, რომ ამას რეალურად ფიქრობდეთ. ხო, ეს ძალიან კარგი. ასე თან ეხლა ფუტზალი ახსენა გიგამ და განსაკუთრებით სასწაულო იცი რა არის, რომ
მე მაგალითად გულწრფელად გეტყვით, რომ წინა წარმატებები ფუტზალის ნაკლებად აღელვებდა, იმიტომ რომ ხა ისევე როგორც ჩემი მეგობრის დიდი ღვაწლი აქ სტუმრადაც ყავდა, არსოც არ დამავიწყდება თქვათ, ხო? ჩვენი პლაჟის ხელბურთელების ფრენბურთელების ისინი რა ქვია წარმატებული გამოსვლები ხო ეს ახრედიანის პირდაპირი ეს იყო რა ქვია დამსახურება, მაგრამ იცი რა გაუფერულებული იყო ჩემს, იმიტომ რომ ხა ერთი ბრაზილიელი მეორეს მოუგებს თუ არა თქვათ ფუტზალს ან მას რა ქვია პლაჟის ფრენბურთს კარგია რომ ერთ-ერთი ბრაზილიელი შენი სახელით თამაშობს, მაგრამ ბრაზილდაძეს და მუშკუდიანის რო ათამაშო ეხა და მოვიგოთ სხვა სიხარულით. ხო, მაგას გეუბნები, ეხლანდელი ეს ნაკრები იმისი, რა ქვია, იქ ახლა რაღაც რაოდენობით ისინი ლეგიონერები ყველგან როგორც კალათბურთში ახლა ყველანი მიჩეული ვართ, ერთი ამერიკელი ყველას ყავს, რაც არ უნდა და ვის უფრო მაგარი ამერიკელი ყავს. საკალათბურთო ქვეყანა იყოს, რომელსაც შეიძლება თვითონ ეს ამერიკის Dream Team-ისთვის კონდეს მოგებული. ისიც კი დაუშვათ ხო ვიღაცა ყოფილი იუგოსლავიის ყველა ქვეყანას ყავს თითო ამერიკელი და იმაზე რა ქვია დიდ ფორუმებზე იმ Dream Team-თან ტოლსტორად აქ დათამაშები თვითონ ყოველგვარი ამერიკელის გარეშე ხო თავის დროზე მაგრამ ეს ჩვეულებრივია იმ ფუტზალში ჩვეულებრივია რომ 1-2 კაცი ბრაზილიელი ყავდეს ახლა მაგრამ როცა ხა 6 კაციდან 6 ბრაზილიელია გესმის მე ახლა მithumetes მე თავს ვერა იგივე ისე რა მაინც მე და ჩვენი დიეგო არგენტინელები რო ყოფილი სხვა ბევრად გამიადგილდებოდა უფრო გამიადგილდებოდა ამის ოქომოგობა მაგრამ ისინი უკაცრავად თამაშობენ ახლა ფუტზალს მიუხედავად იმისა რომ არგენტინამ მოუგო და კიდე რისი თქვა მინდა აი მოახლოებულ თამაშებთან დაკავშირებით ცოტა ბევრი საუბარი გამომდის უკაცრავად და იმისთვის გადაიბარა ვიცი ხა აი წინა ვთქვათ პირველ შეხვედრას რომ ვადარებ თურქეთის ნაკრებთან ჩვენ მდგომარეობას რა და იმ მომენტში საქართველოს ნაკრების რო შევადაროთ რა. ნუ ერთი ხა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ხა კიტეიშვილის ყოფნა და მზადყოფნა ამ შეხვედრებში ეს ძალიან დიდი ამბავია ხო? აი ხა ყველაზე უფრო ალბათ მე ყოველ შემთხვევაში ასე ვარ სულ მაფიქრებს ეს დაცვის ხაზი ხო? იგივე ხა თურქეთთან ნაკრები ლაშა შემოდგენობა რომ ნახე მე მაგალითად დარწმუნებული ვიყავი რომ თამაშობდით სამი ცენტრალური მცველით რა თავიდან რომ ნახე ეს UEFA-ს საიტს არასწორად აქვს განლაგება გაკეთებული ჩემთვის ესე ვიფიქრე და მე მგონი ბევრი ფიქრობდით მასე რა და ცოტა გამიკვირდა რა მე რეალური სულად პირველ 5 წუთში რაც გაირკვა რა მეორე მხრივ მე ვფიქრობ როგორ გინდა ახლა შემწრთნელს ის საყვედურო ნუ რატო არ თამაშობ 5 მცველით და რატო თამაშობ 4 მცველით ხო ცოტა ისეთი მომენტია ეგეც რა ხა რა დაცვის ამბავია ძალიან მნიშვნელოვანი მე გამიხარდა რომ დვალი დაბრუნდა ხო დვალი ეხეთ შეგვიძლია გაგაცნობ თუ გინდა სრულ შემოდგენილობთ ვინც არიან საინტერესოა დვალის ფაქტორი ხო წლები დვალის გარეშე ჩვენ თამაში არ გვითამაშია მე გასაგებია რაღაცა კლუბო კარიერა ისევე რა იწყო ეხაც ეხა ბულგარეთისთვის მე ნამდვილად არ მემეტება რა მიხედავთ ისა დღეს ცხილში უკვე ლუდოგორეთი ცოტა ჩააჭოჭეს და CSKA და ლევსკი არიან სათავეში რა მაგრამ ბულგარეთის ჩემპიონატისთვის მე ვფიქრობ ბევრად უფრო საინტერესო ჩემპიონატს იმსახურებს ეს თუმცა ლოჩოშვილის არ ყოფნა ძალიან ისეთი რა და კიდე ერთ სიტყვი ბიზო რა. ეხა აი იგივე აი მამარდაშვილის უთამაშებლობაც მაშინ რა. ხა როგორ შეიძლება რომელიმე გაშვებულ უცებ თქვათ რომ გიორგი მიქ რაღაცა თუმცა გადარჩენად შეეძლო თუ ფორმაში რა შეიძლება მაგას ვერ თქვა მაგრამ მამარდა სწორედ იმით იქცა რომ აუღებელს იღებდა ხო? ეხა რო ჩავხედოთ საქართველოს ნაკრების სტატისტიკას მამარდას პერიოდში ვერ ვნახავთ შემთხვევას რომ კარში დარტყმა და გაშვებული ბურთების რაოდენობა იყოს იდენტური მოგერიევა არ ქონია იმიტომ რომ არ უთამაშია ჩვენ რო ბოლოს იქ ვალენსიაში თამაშე მე ბეტისთან ითამაშა ერთი და თვეები მას ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია რა ეხლა აგერ ეგეც არის რომ უკვე თამაშის ტონუსი და ის იგრძნო ანუ ყველაფერი რაღაცა შედარებით უკეთესად ვართ ჩემი აზრით ვიდრე თქვათ პირველი ორი თამაშის წინ ვიყავით პირველი თურქეთთან თამაშის წინ ვიყავით მე ასე ვფიქრობ თუმცა შეიძლება ამას მინდა რომ ასე იყოს და
იმიტომ ვფიქრობ. კი, ნუ ვინც გამოძახებულები ვინც არიან? ის კატასტროფა აღარ განმეორდება. მამარდაშვილი, მეკარები, მამარდაშვილი, გუგეშაშვილი და კერესელიძე დილადან. ანუ დაჩენები იცით ხა? მცველები კაშია, კაკაბაძე, დვალი, აზაროვი, ლოჩოშვილი, კოჩოლეიშვილი, გოგლიჩიძე და ივაგელაშვილი. ნახევარდაცვა თავდასხმა კიტეიშვილი, კოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, გაგნიძე, მამუჩაშვილი, ლომინაძე, წიტაიშვილი, დავითაშვილი, ლობჟანიძე, კვარაცხელია, ზივზივაძე, კვერნაძე, გულიაშვილი და მიქაუტაძე. და მიქაუტაძეც თუ არ ვცდები, იმას დაემთხვა, ხო? თურქეთთან თამაში, როდესაც აი გადადიოდა თუ გადასული ახალი გადასული იყო და ჯერ არ ქონდა ნათამაში. არ ქონდა ნათამაში და მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მშვენივრად. ძალიან კაი გულში გადავიდა ამ თემასთან. გადავიდა, როგორ გადავიდა? ჩემპიონთა ლიგას თამაშობს, თავის ტრადიციები აქვს ვილარიალს. როგორ გადავიდა თან, ეხა აი ჩვენ გვექნება და გვაქვს და მოდი ხან შეგადაში ვნახოთ ხო? რაღაც შეგადაში ყველა იმ ფეხბურთელზე თქვით უკვე ვიც აი დავიწყოთ, მოდი სწორედ რახან ახსენეთ ეხა მიქაუტაძით ხო? მიქაუტაძის ბოლო თამაში ნახეთ, ეხა გოლიც ვნახეთ იმაზეც რა ქვია ლიგაზეც ვნახეთ, ჩემპიონატში გოლი ვნახეთ, პასი ვნახეთ და აგერ ჩავიდა მაშინ სანტიაგო ბერნაბეუზე. თან ვისთან ხო? იუვენტუსი გამოდის ეგერ ცვლილებაზე. ის და რაღაცა ის დავიჭირე რა და აგერ და ის მართალსაუბარს და სწრაფია კიდე. არ ხეცი რა თვათ ესეთ ჩვენ მულერი ესე ვერ დარბოდა. ეს შენ გახსოვს ეხლა გვიანი მიულერი 70 წელს ის დარბოდა. ხო მე ეხლა მულერი სულ ესე ხო არ იქნებოდა ეხლა მესიც ვერ დარბის ეხლა და ხონიშს არ სულ დარბოდა რა. ისა კარგი ეს ვნახეთ მოდი მაშინ ახან თავდასხმიდან დავიწყეთ წინიდან უკან წამოვიდეთ და ზურიკომ გაიტანა 2 გოლი და რომ ისეთ გოლს გაიტანდა რომ რა ვქია მთელი კარიერა სხვა ვერ გაიტანს მაგრამ რო შეხედავ ის დიდი ძალდატანება არ ქონდა ისე გაქონდა ის ნელა გავიდა დარტყმა ძლიერი რო არ ქონდა 20 წვერით რო გაიჩერებს 60 მეტრიან პასს და გონია რომ ეს რა არის არა საოცარ მაშია ფორმაშია და ეხა ის თურქეთის თამაშიც ეხა ხო ნახეთ ეს მომენტის პირველი გოლი რომელმაც შემოატრიალა თამაში მოდი ახლა ვთქვათ ხო თვითონ დაიწყო და თვითონ დააგვირგვინა შეტევა რა და ბოლოსაც მაგას ჰქონდა შანსი რომ აუღო მაგას ხო საოცარ ფორმაში არის და თან დავამატებდი ჩემი აზრით აი მისი შესაძლებლობა მას გაცილებით უფრო მეტი შეუძლია კიდე რაღაცა მე შეგეთქვი გიგა ეგ ის შენ ყველაზე კარგად გახსოვს ერთად იზდებოდნენ ეგ და კვარაცხელია ერთად იზდებოდნენ და ნებისმიერი ასაკობრივ ნაკრებში აი რო დაიწყეს 14 წლიდან დინამო წავიდოდა საერთაშორისო ტურნირებზე ყველაფერს იგებდა მაგათ თაობაში და ცოტა დიდებში საქართველოს ნაკრებში წავიდოდნენ სადღაც და რო იგებდნენ როგორ იყო იცი აი მოვიგე თქვათ 4-2 2 გოლი გაიტანა ზურიკომ 2 ასისტი კვარა 2 კვარა და 2 ზური ანუ გაყოფილი იყო ეს გოლები თან ის იმას რო გაქონდა ამის პასი იყო და იყო აბსოლუტური შეიძლება იქ ზურიკოს მეტიც გაიტანა ხო არა მაგას ვამბობ რომ იქ ვერავინ ვერ იტყოდა იმ პერიოდში ხო სანამ აი ბოლოს ეს შედეგი არ მივიღეთ რომ ყვარა ჯობია ზურიკოს ან ზურიკო ჯობია ყვარს ეს ერთად იზდებოდნენ ერთად ესმოდათ ყველაფერი თვალდახუჭული პასმიცებდნენ ყველაფერი ერთად მოვიდნენ დინამოში ერთად იყო მე კონფლიქტური წასვლა იქ და ყველაფერი ერთ გზა გაიარეს მოკლედ და მე რას ვამბობ ახლა ის კი არ მინდა ვთქვა რომ თქვა კვარაცხელია ახლა დღეს უფრო ცნობადია და აგერ თქვა კაცმა მექსიკამ დამახინჯება არგენტინულ პრესაში შენ ყოველ სულ იწერება კვარაცხელიაზე ხო არა მე ფიგას ვეთახვები რაში იცი რომ ის ზურიკო ისეთი ტექნიკურია და თან ფსიქოლოგიურად იმდენად დაჯერებულია თავის თავში აი სიაკეთებს ხო აი ჰოლანდიას რო გოლი გაუტანა ახალგაზრდულში არ გასოს ასწავლი ხა გამახსენდა გულთებს რო არ აკარებს რაღაც მოძრაობებით ხო ანუ რას ვამბობ იცი მან იცის რომ შეუძლია და შეიძლება დადგეს ის მომენტი მართლა რომ კიდე უფრო აფეთქდეს და კიდე უფრო აი გამოვიდეს სიტყვაზე თურქეთთან და ჰეტრიკით მოგაგებინოს აი მეორე ლიგაში მოთამაშე ქართულ ფეხბურთელებზე ხო
აი ჩაკვეზე მწყდება ძალიან გული რაღაცა ეგ სენტეტიანი მაინც ის არის რა რომ აი კი ბატონო რანგით დაბალი ლიგა მაგრამ მაინც სენტეტიანია რაღაცა დროის ამბავი მგონია და კიდე ერთი რაღაცა მინდა ჩემთვის ფინალი აქ რა თამაშია ჩემთვის იყო რაღაცა იდეა ფიქსი იყო სულ და სულ ამაზე ვსაუბრობდით რა და დღეს ეხა მოვესწარეთ ჩვენ იმას ტოპ 5 ლიგაში ყავს 10 ქართველი ფეხბურთელი. ის არის რაღაც ის სწრაფად მოხდა რა. ეხლა ველოდებოდი, აბა როდის და ის რაოდენობა თან ეხა რეალურად აი ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. ერთი წლის შემდეგ დაარწმუნებული ვარ გაიზრდება და ეს ხო ძალიან დიდი ამბავია. ეს ავტომატურად ნიშნავს. ხო, შეიძლება გაიზარდოს იმ ახალგაზრდა ფეხბურთელების ხარჯზე და ჩვენ კიდე გვაქვს. ეს ავტომატურად ნიშნავს. გავაჩვენე უკვე ვინც იქ არის რა გოლები და ლომინაძის გოლი გამიხარდა ძალიან და მეორე უკვე. კი ბატონო, ლომინაძის გოლი ვნახოთ მოდით. ეს არის კასაპიას და ეშტორილის მატჩიდან. რაღაცა ხო იცი, მაგრამ ვერ გაიგებ. ვიღაცა დამალსებს, ვიღაცა მაღალსებს პოლონეთში გაიტანა კრაკოვიაში, აგერ კაკაბაძეზე ლაპარაკობდი შენ დღეს და მშვენიერი გოლი გაიტანა, ვნახოთ. დიდი ხნის მანძილზე ვერ იპოვა თავის გუნდი, ხო? 6 წელიწადში ერთხელ მაგ პერიოდში მოწდა. კი. კარგი, მოდი ვნახოთ ახლა გოჩოლეიშვილის პასი, გოლი არ გაუტანია, მაგრამ ძალიან მაღალი კიტეიშვილი ორი თამაშია და ორი გოლი გვაქვს ზედიზედ ხო აი ტრამის მერე ახერხებს გოლების გატანას ეს რეინჯერსთან შეხვედრის ტრამის მერე და ასევე დიდი ტრაგედია შეეწყო გარდაეცვალა და კიდევაც უსამძიმრებთ რა თქმა უნდა დიდი ტკივილია და ყველა ვიცით რა მნიშვნელობის ფეხბურთელია ის საქართველოს ნაკრებისთვის და იმ თურქეთანაც გამოჩნდა მისი არ ყოფნა რას ნიშნავს ეს ალტახს გაუტანა ავსტრიის ბუნდესლიგის და საუკეთესო ფეხბურთელია იმ ტურნირში გოჩოლეიშვილიც როგორ თავისუფლად ხო აი შეუძლიათ ჩვენებს რომ იქ ბუნდესლიგა თამაშობს ვინმეზე ნაკლებია გოჩოლე ეხა თავისუფლად მე მგონი არავინ ნაკლები არა ჯერ რა ენერგია აქვს და რა სწრაფი და რა ვის რო ნახო მე სიმართლეთან არ დავინტერესებული ვარ მაგრამ აი დაფარულ მანძილებს კილომეტრებს რო საზღვრავენ რა მაგაში მე მგონი ერთ-ერთი ის იქნება კი იმიტომაც არის ძირითადად გერმანიაში დიდ ყურადღებას აქცევენ დიდად არ მასშტაბი ხო არის მე არ მინახავს მაგრამ ეს სხვა სპორტია ეხა არა გამძლეობის ამბავია ეხა მაგ და ენერგია გავიგე მაგრამ ეხა ნუ კარგად არის მაჩვენებელი ცხადია უბრალოდ ვიღაცა იყო მაინც ვინ იყო ეს მცველი იყო ერთი საოცრად დარბაზი მოატყვევდნენ კიდე წინ ყავდა მოატყვევდნენ კიდე ოღონდ რამდენჯერაც მომდოდან მოატყვევდნენ და იგი ეგეთ სილვენი გამოსდიოდა ხო და ნუ დარბოდა ძალიან კარგად ის რო აჩვენებდნენ ის გაიქცეოდა და ეწერებოდა იმაში ქართული თუ უცხოელი არა უცხოელ ფეხბურთელზე მაგრამ რაღაცა აღარ მოხსნიდი მაგრამ რამდენჯერაც არ მოგეტყვებია წინ ერთა მაგრამ რამდენჯერაც მოგიდებოდი იმდენჯერ მოატყვევდი და ხა იყო ქართული სიტყვა ეს იმიტომ მიქოს რომ ესე ეგ არის ქართული სიტყვა მაქსირბეცი მომაყოლე ერთი რა დინამოში ვარ და ერთმა ესეთი ადამიანმა თხოვა დინამოს ხელმძღვანელობას რომ ახალგაზრდა ბიჭი არისო რაიონში ცხოვრობსო და სუფეხბურთს თამაშობს სუ დარბისო აენერგია აქვს ვერ ისვენებსო სუ დილიდან დაეწევს სირბილს ღამემდე დარბის ეხოწებიან დაიძინე არა კიდე უნდა ვირბინოა და ბურთითო სუ დარბისო და იქნება გასინჯოთო რა და ეხა ადამიანმა ისეთმა დარეკა რომ ეხა დინამოში გასინჯვა ხო იცი ხა ეგრე ნუ უთხრეს თან ისე დაუხასიათებიათ ხო და არა და დინამოში ვინ გავსინჯო როგორ გავსინჯოთო და ხა მეორე გუნდშიო მოვიდესო და 1-2 დღე შეხედავენო და ნუ ისინი დარწმუნებულები ჩამოიყვანეს ბიჭი შეუშვეს ეხა მეც დამაინტერესე ხა ვინ არის ამის და ფორესტ გამპია ვიღაცა და მოვიდა ხა დაიწყო ვარჯიში მე 10 წუთზე დაიხალა რა ვეღარ დადის მოედაზე ბურთი მიცეს ნუ ტექნიკასთანაც ხა დიდი ვერაფერი ხა უფრო ამ გამძლეობას აწვევიან და ვერა დაღლითელი ვარჯიში დაღლი ერთი დღე მეორე დღე მესამე დღე და ნუ ბოლოს შეწუხდნენ ისინიც და ხა კი არის ესეთმა ადამიანმა გთხოვა როგორღაც უნდა უთხრათო რა და დაიბარეს ხა ეს მშობლები და ესა ვიცით რა კიო ეს ყველაფერი მაგრამ ესა უყარსო ფეხბურთი იღლებაო რა როგორ ვერ დავიჯერეთო მთელი დღე დარბისო როგორ დარბისო აგერ მე 10 წუთზე ვეღარ დარბისო და ბიჭო რა ვიცი ჩვენ სახთანო ტყე არისო
იქ რო შევარდება უდილოსო საღამომდე დარბისო. ეხლა ბატონო მოედანზე ხეებს ვერ დაურგავთ და ტრიალ მინარზე ვერ დარბისო და ეგრე არის კი. დარბის ვიღაცა და დარბის, მაგრამ თუ არა სპორტულად დარბის. ეს მთავარი არის მარკეტ კმედების კოეფიციენტი, ყველა ცირბილია ვისაკუნა. კაირატში პასი ზარიამ რახან თქვით ჩემპიონთა ლიგაზე ყოფილი ჩემპიონთა ლიგაზე კი ბატონო. ჟეტისუს 5-0 მოუგეს და მისი პასი გამოუყოთ. არა და საინტერესო არის ის ზარია როცა პირველად შევნიშნე და მომეწონა სწორედ კაირატთან წააგდეს 5-1. ის ახალ გასული ის ჩემპიონთა ლიგის მატჩი იყო ხო გახსოვს? ესე იგი შემოგვიდება იყო დინამო. დინამოში ის შემოდგება მე მეგონა რომ 5-0-ს დღეს მოვიდა. ნაკრებია. მათაც მოწონებიათ ესე იგი მაშინ რა. არა, მაშინ თლათ არა გონია იქ. არა, მაშინ ხა ჩაკვეტაძის თაობას ვეძახით იმ თაობას და ის იყო და იმიტომ გაგვიკვირდა იმ თამაში წაგება როგორ შეიძლებოდა, მაგრამ ნუ რავი რაღაც მოხდა. აზერბაიჯანში გადავინაცვლოთ და ვნახოთ ზირა ნევჩის მატჩიდან პაპუნაშვილის გოლი. აი ვინ გაანიავა თავის ნიჭი და უფრო მეტი შეეძლო რა. პირველი გოლია ეს მისი ამ წელს. დინამოში მარტო იგებდა თამაშებს. მახსოვს ხა დინამოშიც მახსოვს, მე ვერდერში ვერ ააწყო, მე სარაგოსაში გამიხარდა, თითქოს რაღაც კარგი პერიოდიც ჰქონდა. არა რა ვიცი. აქ სხვაჭე საპენალტი სიტუაცია იყო კიდე და იქაც კარგი იყო. მარცხენათი რა თავისუფლად ა. სახალი გადასვლა. სხვაჭე ამ გუნდში წინა ტურში ვოლკოვმა გაიტანა, მაგრამ ამ მატჩი არ უთამაშია მიზეზი არ ვიცი. სხვათაშორის ვოლკოვის მამა იყო ფეხბურთელი, ვინც არის თემურ ვოლკოვი, ხო? კი ბატონო. გოლნისის სიონში წლები აქვს გატარებული. ალბანეთში გაიტანა ფაცაციამ, რომელიც პენალტისტა ჩამოყალიბდა იქ. პარტიზანი ტირანას მატჩი იყო, თან ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრა, იმისი რა ქვია და მან გაიტანა იქ გოლი. სიგუამ გააკეთა საგოლე გადაცემა, ახლა რაღაცებს ისეც ვამბობ, მე ლელოს რა ქვია დიდი მოყვარული, ხო. სიგუამ იმ კონფერენს ლიგაზე მაგარი პასი გააკეთა. კი, ახლა ნიდერლანდებში წავიდეთ, უნდა გქონდეს წესით ჰერენვენის და ექსელსიორის მატჩიდან ირაკლი ეგოიანმა გაიტანა, ახალ გუნდში გადავიდა, ვიტესში იყო გახსოვთ და გადავიდა ჰერენვენში და უსწრაფოდ ექსელსიორში უგებდა ჰერენვენს, ამას უყვარს ჰერენვენი და აღარ მიყვარს ხა ამბასტენი რო იყო თვლი, იმიტომ მიყვარდა, თორე ხა ის ტიტები რო ახატიათ მაისურზე ის კი არ მომწონს. ხო, მაგრამ წააგეს ის მატჩი მაინც. და ჩელსი ლივერპული რანაირად ხა გამოვტოვოთ. შეიძლება ვერ გაკაჩოს ხა შაშან ხო გაკაჩულია ყველაფერი, მაგრამ შაშან კიდე იმ კლოპის ინერცია მოდიოდა რა. აი ეგ რო აღარ ეთქვა წელს. ამიტომ დაიწყო ფეხბურთელების უზბეკეთშიც გავიდა გოლი, აშორთეას და მალის კომბინაცია გამომჩა მე და აღარ ხა შემახსენეს ჩვენებმა და ბუნეტკორი ნასაფის მატჩია ეს. და მეხუთე გოლია აშორტიას. და პლუს ორი პასიც ჰქონდა გაკეთებული. ასე რომ კიდე ყავს ჩვენ გეოგრაფია გაფართოვდა. კი, კიდე ყავს ბევრი კარგი ფეხბურთელი სხვადასხვა ლიგებში და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა ხო ესენი? არა, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე არ ყავს სამწუხაროდ ქართველი. რა? არა, შეიძლება და აზიის ლიგაზე რა მნიშვნელობა გვინ თამაშობს, იქიდან მაინც არავის არ ეძახიან და 200 გოლი რო გაიტანო, მაინც არ დაგიძახებენ. ხო, ნახეო იმაზე რა ქვია. და არ მომეწონაო. მე ირანში იმის თამაშობ ის ხომ მოყავდა ნაკრებში. გოლესი. ის აღარ თამაშობს ახლა აღარ. ახალ გუნდში დაბრუნდა იქ სადაც იყო და იქ ყაზაიშვილზე ავფარა, ნუ ხა
19 გოლი გაიტანა 7 თამაშში თუ როგორ? ხო, 22 გოლი აქვს დღემდე, ხო, ბოლო თამაშებში არ გაუტანია ბოლო ორ ტურში, მაგრამ ეგ თემა ძალიან გულდასაწყვეტია. ხო, მით უმეტეს ახლა კარგი ფორვარდი სყოლა, არ ვიცი. ნუ ახლა კიდევ ვიმეორებ ჩვენ ხო, ალბათ თვითონ თან ხდება საჭიროებას ხედავს კომპეტენციაში. ჩვენი საქმეა რომ რაღაცაზე ყურადღება ვიღაცას მივაქცევიოთ, ახლა დანარჩენი გადაწყვეტილებას ახლა თვითონ არა, მწვრთნელები განა იქ სხვა რაღაცა პრობლემებია, ეტყობა იმდენად რთულია ეს, რომ ნუ ამის გადაბიჯება არ ხერხდება და ნუ არა, იყო შემთხვევები, როცა ბუდუზივზივაძეზე საუბრობდით ჩვენ და გვეუბნებოდა, რომ აი ეგრე თვითონმა ესე ჩათვალა, მე აქ ლევან კობიაშვილი იყო სხვათა შორის და მიულოცოთ აუცილებლად. კი, აუცილებლად ლევანი ძალიან ძალიან სერიოზულ თანამდებობაზე დაინიშნა იმაში UEFA-ში. დავით მუჯირსაც მიულოცოთ იქაც ეროვნული ნაკრებების სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კი, ორივე კომიტეტის წევრი რაღაცა ლობი დააფასდეს. თან ისეთი პრესტიჟული კომიტეტები ესეთი კი, ორივე კომიტეტი პრესტიჟული საჭიროა ისეთ ზურგი საჭიროა კი. კი, არა, ხა შენი ხალხი ყავს იმაში, რა ქვია, მთავარ გადაწყვეტილების მიმღებებში და ხა მნიშვნელოვანია რა ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი სიახლე რაც იქ ინერგება სხვა რსულთავი ყველაფერს თავი დაანებო, გადმოვა და პირველი ხელიდან გეცოდინება და არა თქვა რაღაცა იმიდან რა. ხო, და რაღაცას ამბობდით ზივზვაძეზე. ხო და თვითონ ლევანი რო იყო მეთქი აქ მოსული თქვა რომ მე თქვენ რასაც ამბობთ იმას ვეთანხმებიო მაგრამ რა ვქნაო თავს არ უნდაო ისევე როგორც მე გველესიანზე ჩვენ სანამ გამოიძახებდით რეზომ თქვა მორჩილდა ჩვენც რამდენი ხანი ამბობდით მოიც თემას და მე ბოლო აღმოჩნდა რომ გამოუძახეს და იმ პორტუგალიასთან მოგებით რომ ვამაყობთ არ იყო ერთ-ერთი საუკეთესო თუ საუკეთესო არა და ასე შემდეგ ანუ მე რას ვამბობ იცი რომ თითოეულის კომპეტენციაზე გალაშქრება კი არ არის აქ რო რაღაც გამოითქვის აზრი ეს არის დისკუსი რომელიც ხანდახან ჭკვიან მწვრთნელებს პირიქით თავის სასიკეთოდ გამოუყენებიათ და ჩვენ ნაკრებს გამოდგომია იმას არა ხო აზრის გამოთქვა ხო წინა გადაცემაში იყო კაცო სკალონის კრიტიკა სკალონი ხორშელები ხაკრიტიკა როგორ უნდა შეთვლი რომ არის გადადგა ჭკუიდან ჟურნალისტმა აკრიტიკებენ სკალონისაც კი ფეხბურთელების გამოძახების არ გამოძახების სტილის ანუ ახლა არავინ არ არის თავისუფალი და არავის არ აქვს იმუნიტეტი რომ კრიტიკისგან იყო დაცული ჯანსაღია წასვლა ახსენა გახსოვს ისე წნეხში ვარ რომ ვეღარ უძლებო რა ყველა თამაშზე რომელმაც ყველაფერი რომელიც წერს ისტორიას ჩვენ თვალწინ ხო და ანუ ეგ ჩოული ამბავია საწყენი არ უბრალოდ აზრი ყველას აქვს ხო თუმცა მე არა ვარ იმ პარტიისები რომ წრთონზე მეტი ვიცით ის უამრავ ნიუანსია ხო უამრავ ნიუანსია საბოლოოდ მისია გადაწყვეტილება მისია პასუხისმგებლობას თუმცა ეს აზრიც რო იცის ხო ეგეც ხო ეხმარება მე რაღაცების იქ გუნდი ხავს და თავისი ყველა ეხლა მაგალითად მახსოვს რომ კუპერმა თქვა რომ ამისულაშვილი საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო იმიტომ რომ იმ სიაშიო რაც მომცესო არ ეწერო ეგრე არ გიქ რა კი მაშინ ჩვენ ვეკითხებოდი რატო არ ეძახით ამისულაშვილი რატო ვინ არის ამისულაშვილი შემხვდა ამისიათ ამისულში მივესალმო დიდი სიტფოთი სპორტულ დარბაზში დღეს ეხა ობიექტურად რო თქვა და იმიტომ ვიყოლობდით მარკუთხით შედარებით ნაკლები კითხვებია ხო ვიდრე ადრე არა რა თქმა უნდა ადრე სუეს იყო გამოძახება ხო გამოძახებასთან დაკავშირებით არა ჯერზეთი ახლა შემადგენლობას აი როგორც ბატონები ხმენ სუმალავდნენ ესე და ისე ვიქამდე მივდივართ აი წარმატებული როა ნაკრები რო შემდგარია თვითდაჯერებული ვარ ფეხბურთელებიც ამიტომ ეგ გაქრა დღის ეს რეგიდან აღარ არის რომ აი ეგ წარმატებობის მიზეზი არის იმის არ გამოძახება აღარ დგას დღის ეს შეიძლება თქვა რომ აი კაი ფორმაშია და კარგი იქნება თუ გამოიძახებ მაგრამ აღარ აბრალებ არ გამოუძახებლობას ვიფიქრებდი სიტყვაზე თქვა იური ტაბატაძის რაღაცა გამოძახებას ეგეც გავაშგერეთ აქ ხო რაღაც
რაღაცა. ისე ბევრი კითხვები ახლა რეალურად არ არის. ის თემა ყაზაიშვილის გასაგები არის ახლა და პროგნოზებს თქვით როგორ დაცვაზე ეხა იცი რა დაცვას ამოუხერხოთ. დაცვას მე გეტყვი, მე მაქვს, აი მე სამსაკითხი ეს არის თავარი ვიძახი და იმას მესამე ჯერ ვიძახი ხო ეცადი რამდენჯერ შემოგიტანა ეგ ატარებთ იქ და დევიზი არსებობს, დევიზი ფეხბურთში გადასარევი არა, საუკეთესო თავდასხმა, ეს არის თავდასხმა და მე მგონია რომ ჩვენ ისეთი დაცვა სამწუხაროდ ეხა არ აყავს, რითიც ჩვენ ევროპას გავაკვირვებთ. კი, შეიძლება კარგად ჩავატარო თამაში, მაგრამ ეხა მალდინი, არეზი, ნესტა არ აყავს სამწუხაროდ, რომ გაუვალარ, დაუდგეთ და ბურთი არ გაუჩნდეთ. ნესტა ჩამოდის ვაჭრეთების. ხო და ამიტომ რას ვამბობ, იცი? ჩემი აზრით, ჩვენი ძლიერი მხარე არის ნახევარდაცვა და თავდასხმა, ხო? იმდენად მეტად უნდა გავატაროთ სწორედ ამ გოლებში. დრო მოედანზე რომ ნაკლები დრო დაგვრჩეს ჩვენი დაცვის ჩასართულად და ვფიქრობ რომ ეს ესპანეთთან უფრო რთულია იმიტომ რომ ბურთისფლობა უყვართ მაგრამ თურქეთთან თამაში ჩვენ არ უნდა ვიყოთ ისეთ მდგომარეობაში რომ აი ფრეარი და რატო გავრისხოთ არა ჩვენ უნდა გავრისხოთ თავიდანვე აი ცოტა ავანტურა ცოტა ღია ფეხბურთი ცოტა რაღაცა ხულიგნობა ეს საფეხბურთო სპორტული მე მგონი ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა გამარჯვებისკენ ამ შეხვედრაში. ანუ ჩვენ გაგიტანთ უფრო მეც ვიდრე თქვენ. აი ამ პრინციპით უნდა გავიგებთ ტაქტიკა, აი ტაქტიკა 4 მცველი თუ 5, ამაზეა სულ დავა. 3 ცენტრალური მცველი თუ ისე. ბოლო რას ხვდები? იცი, ეგ 4 მცველი იქნება, 5 მცველი იქნება თუ 3 მცველი იქნება. იქ 3-5 ის დაიწერება, 4-5-1 თუ რა დაიწერება? წელი რა დავალებასაც სამი მცველი შეიძლება იყოს ორი განაპირა ის ფლანგელი სუდაცვაში ყავდეს და ხუთნი იყო და შეიძლება იყოს სუპერ შემთევი 3-5 ეხა ვერ გაიგებ მაგას რას დაავალებ მე მინდა რომ იყოს სწორედ ეს სტატისტიკა რას ამბობს სამი ცენტრალური ამბობს რომ ჩვენ როცა სამი ცენტრალური მცველი თამაშობთ ვართ უკეთესად ანუ ფლანგებიც უკეთესად ერთვებიან კაკაბაძე და ის ანუ ეგ სტილი მორგებულია ამ რაფორმაცია ამ ფორმაციის ნაკრებს უკეთ ანუ როგორ მივედით აქამდე ლევანმა თქვა ხო რომ არ ყავს ნესტა და მალდინი და ის რომ ყავდეს კითხვა არ იქნებოდა აქ ეხლა 5 ვიქნები თუ რაღაც შეუულებურად როგორც იტალია თამო ისე ვითამაშე მაგრამ ეხლა ეს ვინმეს არ ეწყენოს რა ნესტა ისეთები ვთქვი რომ ტოპები ყველა სიმბოლო ნაკრებში ხდებიან თორე სწორება მაგზე უნდა იყოს სამ ცენტრალურ მცველამდე რომ ის საშუალო დონის ცენტრალური მცველები ერთმანეთს აბალანსებენ ანუ სამი მაღალი მცველი რო დგას ცენტრში და ამავე დროს ანუ ტაქტიკურად სივრცეც ნაკლები რჩება სწრაფი გარღვევებისთვის და შენ ლევანო თქვა რა ანუ 5 მცველით არის ტაქტიკა რომ ეს ფლანგები მთლიან ფლანგს მართავენ და 3 ცენტრალური მცველი ამის საშუალებას იძლევა 2 ცენტრალური მცველი ამის საშუალებას არ იძლევა იმიტომ რომ ფლანგი რო ჩაერთვება ერთი გადადის იმ ფლანგზე და აქ ერთი გჭება მარტო რაც მივიღეთ თურქეთს და დაიწყო თუ არა 3 გოლი გაუშვით ანუ პრობლემა აი ეს არის რა როგორ აირჩევდა რა ვიცი თავობათა ცვლა მოდის ამ ცენტრალურ მცველებში აი ხა სკალონი ახსენა ამან და არგენტინა გასულია ხო გასაგებია მსოფლიო ჩემპიონატზე და ატარებს ახლა ვენესუელასთან აქ თამაში რაც გამოცხადდა ხო მარცხ 4 მცველის პირობებშიც კი ანუ რაზე ვლაპარაკობ იცი ახალი რაღაცა სიახლეები რაც არის ტაქტიკური ფლანგზე გამართლებს არ გამართლებს გამოჩნდება ფლანგზე გამოცხადებული ყავს ნიკო გონსალესი დაცვაში. ანუ ნიკო გონსალესი რომელიც დიმარია სულიდა იმაში რა ქვია 11 ნომერზე ფლანგზე ხო? ანუ აქ იგულისხმება რომ მთელი ფლანგი ამას აბარებს და ნუ იმის და მიხედვით სოფლიო ჩემპიონატის პირობებში რა სად დაჭირდება როგორ დაჭირდება თქვა ახალი რაღაც გამოიწვია. მე რატო ვამბობ იცი? რატო ვეთანხმები ლევანს და რას ვამბობ იცი? გასაგებია რომ 5 მცველი თამაში და მე თვითონაც ამავე სტუდიაში მithქვამს და თამაშს მე რომ ამბობდი რომ ასაჭირო იყო თქვა თურქებთან ახლა რაღაცა ექსპერიმენტების კეთება 4-ზე გადასვლა რომელიც არ ამართლებს მაგრამ ერთიც არის არ შეიძლება გუნდი თამაშობდეს თუ მას რაღაცის პრეტენზია აქვს სადმე რამის მოგების და სადმე გასვლის არ შეიძლება მარტო ერთი ტაქტიკური
ეს კონდეს აქ სქემა გესმის და მეტი ვერაფერს სხვას ვერ თამაშობდეს და ის თუ გაიგეს ეხლა ესეთი რთულიც ეხლა ეს არ არის ატომური ფიზიკა ხო ვერ მიხვდე რამდენი კაცი დგას შენი მოწინააღმდეგე 90 წუთის მანძილზე ვერ გაიგო დაცვაში 5 კაცი ყავს თუ 3 რა ხო არა და ან ვერ მოერგო ეხლა და მის არ იყოს ლევანის ეხლა არ ყავს შენ ისეთი სუპერ ფეხბურთელები თქვათ უკან დიდი პატივისცემის მიუხედავად რომლებსაც არ იქა და ეხლა თუ გაშიფრეს რომ ხუთნი არიან იქ ვეღარაფერს აღარ მოუხერხებ და წავა ეს იმიდან მოედნიდან მოწინააღმდეგე ატირებული არ ხდება ესე ხო თუმცა ის მოსაზრებაც ეხლა რა თქმა უნდა სპეციალისტი და ფეხბურთში ღმრთ ჩახედული ამას არ იტყვის მაგრამ ბევრი მსმენი ეხლა იმიტომ რომ ფეხბურთი მით უმეტეს საქართველოს ნაკრების წარმატების შემდეგ მარტო სპეციალისტებს და სტაჟიან გულში მეტყველებს არ უყვართ და არ უყურებენ. ხო, ყველამ დაიწყო ყურება და ზოგს ეხლა ესეთი ისე 8 მცველით რო გამოვიდეთ უკეთესია. არ არის უკეთესი, იმიტომ რომ 8 მცველით რო გამოხარ, ესე იგი წინ ბურთი არავის არ ეკნება და ეგეთი 8 მცველით გამოვიდა ერთ-ერთი ქართული გუნდი პაოქთან და ერთ-ერთი წააგო საკუთარ მოვიდა. 8 მცველით გამოვიდა იმდენით ერთი. კი, არა, ეს ეხლა ძალიან უტოპია 8 მცველი. გასაგებია მესმის თუ ესამო, თუმცა ლაშას მოსაზრებას 8 მცველს არ გულისხმობს ხადია, მაგრამ როდესაც კი სტატისტიკა არის ფაქტია და როდესაც ხარისხში რაღაცა ფიქრობ რომ პრობლემა გაქვს ამ ხარისხს რაოდენობით ფიქრობ ხო მაგის იმას რომ რაღაცა ზონები ახლა ეგეც არის თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ რა ახლა როგორ შეიძლება ის თوار შენი გუნდი რატო არ თამაშობს 5 მცველით ხო ახლა ეგეც ის არის რა მოდი ის თქვა რომ ესპანეთთან ჩავარდნა ამ კაცს ხო ერთხელ მოუვიდა უკვე არა ეგეთივე ექსპერიმენტი ჩვიდაც ხო და შესაბამისად და ძალიან მკაცრი კრიტიკა დაიმსახურს მე ახლა ამ ნაკრების და ფედერაციის მიმართ თქვათ იმიტომ რომ ეროვნულს და ახალგაზრდულსაც წარმატებები აქვს ხო არ უნდა დავმალოთ ხა ისეთი კატეგორიული ტონი თითქმის არ ქონია, მაგრამ მაგწაგების მერე გქონდა ჩვენ აქ ამ სტუდიაშიც და სხვაგანაც თუ შეგვეკითხეს ინტერვიუ, იმიტომ რომ ჩვენ ორჯერ გქონდა ესეთი მკვეთრი რეაქცია. კი, მაგრამ მოდი ვთქვათ რომ მანდ 7-1-ზე და ისრაელთან რო ვერ გავედით ოლიმპიადაზე გასვლა რო გინდა. ეგ იყო ორი ძალიან კი, მაგრამ მოდი სანიორის ნაკრებს რასთავ რა ხასიათი და ბოლო ორმა თამაშმა დაადასტურა წაგებულმა მაჩმა თურქეთთან 3-0-დან 3-2 რამის გაათანაბრეს არ გაუჭირდეთ მეორე მაჩი ჩატარება. ანუ ეს მარტო ორი მაჩი და ამას საფუძველი აქვს მოყოლებული ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ბევრი სხვა წარმატებები. ანუ ხასიათი აქვს თვითდაჯერებულები არიან მხარდაჭერა კლასი მოუვიდათ. გეტყვი, აი მოსაგები თამაში ბულგარეთთან, ხო? რამდენი მოსაგები თამაში წაგვიგია? ან ვერ მოგვიგია? ეგ იყო ქაღალდზე, არაფერი მოსაგები არ ქონია ხო? და ესე ამათ მართლა რამდენი ქაღალდზე გოლდავეთა პირველი და გაიხსენეთ, ასე მოსაგები თამაში იყო და წავაგე. ეხლა ხანს გაგახსენებ, სახში ერთა ლიგაზე ალბანეთთან. ხო, არ წავაგე. აუცილებლად მოსაგები იყო ეგ. ანუ ეხლა უყურე მნიშვნელობით რო ავიღოთ. ეგ თამაში რო ჩვენ მოგვეგო ალბანეთთან სახში. ერთა ლიგაზე სად ვიქნებოდით ახლა? აქ მეორე ადგილი საჭიდაო შეიძლება არა. ხო, ანუ მაგას ვამბობ რა, ანუ ალბანეთთან რომელსაც ჩავოდით იქ მოუგეთ. წნარად. უშანსოთ მოუგეთ ისე და სახში ერთი კაცი ყავდა შესაძლებელი ქოჩორაშვილი ვერ შევცვალეთ, მთელი ტაქტიკა არია და წავაგეთ. ეგ ყველაზე ჩავარდნა იყო მეგონი ამ ნაკრების აი მიყოლებიც არ მაჩი სახში შროებები იმიტომ იმაშვები რომ ხილათ უნდა ისეთ მოსაგებ ქაღალდზე ხო მართლა ბულგარეთთან იყო წვალები სულ შეში ქონდა აი მე ამ წაგების შემდეგ როგორ იქნებია მოიგეს 3-0 რაც ამ ტურეს გაანადგურეს ეხლა იცი რა იმას ბულგარეთთან მოგებით ვერ გაგვაკვირვებენ სტოიჩკოვებს და ბალაკოვებს და ლეჩკოვებს უგებდნენ თავის ძოზე ეს კი არ გაგვიკვირდა კოსტადინოვს და იმას რომელსაც ხო მაგრამ აი იმათ ის ხასიათი არის ხო იქ მაინც რა იქ იყო რაღაც გამონათებები რა კაცო მალტასთან და ვიღაცებთან ვერ მოგებულ ლატვიასთან წაგებულები არ გახსოვს სახში კიდევ მე ვამბობდით რომ ეს ყველაზე კაი მატჩია სარევას ვითამაშეთ ხო აი კოპერიზო წვრთნაც იყო
სულისკვეთებას იყო თვითონ მაგრამ შედეგი არ იყო სამშაბათში ვერ მოიგო რა ვერ სამშაბათო ბულგარეთთან იგივე ავიცი საუკეთესო მატჩი იყო მეთქი პერიოდის და გოლი 0-0 თამაშდა აქ რამომ იქ 6 ბოლო მატჩი 6-2 წავლოგეთ და ის 6-2 წავლოგეთ ხო და ანუ მე მოუგეთ კიდეც შემდეგ მან ფორმაციის ნაკრებმა აუღო ეგ ის რევანში იქ ბერბატოვი მაშინ იცი რა ეხა ამ წუთებში ამ თემაზე შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ ეხა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ახსენეთ თამაშობენ ჩვენები და ლატვიაში და მე მალტაში აქვთ კიდე 14-ში სათამაშო და აი რა მომეწონა კიდე იცი რომ აი მუშაობაზე ვლაპარაკობდით თქვა ხო სანაკრებო და რამდენი ახალგაზრდა ფეხბურთელი ყავს უკვე მოდის ხო არა იმაში რა ქვია კარგ გუნდებში და კარგ ქვეყნებში ხა აი იქაც შემოდგება რომ ჩამოთვალე ვინ ყავს გამოძახებული ხო სვანაძეს ჩვენ ძალიან დიდი კომაგები ვართ ყველანი ხო მეკარები აი მაკაცარია თქვა თბილისის დინამოდან რაღაც ქაჯაია მურსია ესპანეთი ყავლაშვილი აი ეს როიალ უნიონი რომელიც ეგერ თამაშობს იმაზე რა ქვია ჩემპიონთა ლიგაზე ბელგიური ხო ეხლა გასაგებია რომ ეს არ არის ძირითადი მეკარე ეხლა გესენჟიზე ლაპარაკი ხო მაგრამ განაცხადია ამ ტურნირზე შეყვანილი ჩემპიონთა ლიგის დაქსვაში ჟორჟე ქარსველაძე აკადემია კოიმბრა პორტუგალია ეხლა ჟორჟე რა ხანა მე მაპატიეთ რომ არ ვიცი ამ ბიჭის ესენი რა ქვია ასავალი მაგრამ რახან ჟორჟეთი აქ მოხსენებული არ გიდაბადებულია ეს არის იაშკას ძალიან სერიოზული მუშაობის შედეგი რომელიც ყველგან ეს დაეძებს და პოულობს და სათითაოდ საქართველოს სამართლს მუდმივად სიებაში არის კი კარგი ბუკია ლოკომოტივიდან ლაცაბიძე თბილისის დინამო ალექსანდრე ნარიმანიძე ჟილინა სლოვაკეთი გელასატობელაშვილი თბილისის დინამო აკაკი გუიონაშვილი კოლხეთი საბახარებაშვილი დინამო გიორგი ტაბატაძე ვეილე დანია ჩვენ მეორე ტაბატაძეზე ვთქვით ამ შემთხვევაში შენ ხო ეს იბერიაში იყო ესეც ეს გიორგი დაჩი ლორკიფანიძე ნახევარდაცვა დაჩი ლორკიფანიძე კრემონეზე მუდმივად განაცხადში კი ბატონო ნიკოლოზ დადიანი იბერია გურამ ჯაფარიძე დინამო თბილისი ცოტნე ბერილიძე დინამო თბილისი გიანა დერეიშვილი გაგრა ირაკლი ეგოიანი ვთქვით ეგერ რომ გოლი გაიტანა აგერ ექსელსიორში და ეს უკვე აღარ გვიკვირს ის უკვე ლიდერია ამ გუნდის ლუკა წულუკიძე დინამო ბათუმი არიკო მასიძე ტორპედო თავდასხმელები დიეგო დეისაძე შენერი სახელი ქვია თერმალიცა აპოლონეთი დავით გოცელიძე გაგრა ლუკა პარკაძე აუსტრია ზალცბურგი და თემარ ზოდიკაძე თბილისი და გაბრიელ სიგუა მიუმატე კიდე და ამას ემატება კაპიტანი გაბრიელ სიგუა რომელსაც აგერ საგოლე პასი გააკეთა და იქ გააკეთა არანორმალური პასი იმაზე რა ქვია შენ ლაპარაკობდი დღეს ანამ შემოვიდოდით აქ სიგუას პასზე იმასთან აიღო და როგორ კითხულობდა იცი ნოდარ დუმბაძეს რო აქვს ატესტატის შესაძლებელი ბებიას რო კითხავს იმას ატესტატს და ბიოლოგია 3 ქიმია 3 ფიზკულტურა 4 აი ესე კითხულობდა არ უცხოელებს ლაპარაკობდი თემა რომ გამომეყო ეს იმას კი არ შეიძლება ჯობიან ისინი ვინც იმათთვის თბილისში ტენდენცია რომ უცხოეთში ტენდენცია რომ ძალიან ბევრი ყავს უკვე ახალგაზრდულ ნაკრებშიც ლეგიონერი ეს კარგია სვანაძის მუშაობაზე ხა ერთ ეპიზოდს მოვყვები აი ცხოვრებისეულს რა საერთოდ დამკვირვებლად ავდიოდი მაშინ და რეგიონში ვარ სადღაც სტადიონი არ ვიტყვი ხა საშინელი ტალახი წვიმა დასაჯდომი არა რაღაცა ფიცარია დადებული და იქ ვზივარ და მეთქი ხა ხო იცი აქ რა დავაშავე რომ არ გავამუშავე ფიქრებში არა გითხრა სხვები თამაშობენ და ფიქრობ რომ რაღაცა დავაშავე რომ აქ გავამიშავ ფეხბურთის ფედერაცია ფიქრობ ამ ფიქრებში და მანქანა ჩერდებოდა სვანაძე თავისი შემადგენლობიდან ეხა ადგილობრივები საერთოდ რო არ ელოდები რა უნდათ აქ ვისანახავ გამგეობიდან მოატანინეს კამები რაღაცა კომფორტულად ანუ როერ წარმოიდგენ ეს არის ხო პატარა ფრაგმენტია მუშაობის რა ანუ არის ხალხი კაბინეტი კომფორტულად თბილად პულტი დაждდება ეს მანახეთ ეს რასაც ანდრე ჟორდანიაზე ამბობდნენ იმას აკეთებს ეს შედეგი სხვანაირად არ მოდის აი ახალგაზრდა მსწავლებლებმა თუნდაც დიდებმა გუნდებში ან ნაკრეხე გუნდში რო ელოდები რომ ფეხბურთელს მომიყვანენ მე და მე ამ ფეხბურთელს დავაყენებ ეს ველობა არა შენ მეეძებო ხო სელექცია რა თქმა უნდა მე მგონი გიგაგვერცაძე დამეთანხმება ეხა გივინოდია ჩვენი გიორგიჩი ჩვენი საყვარელი ადამიანი
დინამოში რო ვიყავით, გიგა წვიმა, ქარი, ყინვა, უბედურება და შემოვიდოდა და ლევან წამყევი რა, შევარდენზე მესამე ლიგის ვიღაცა ეთამაშება ვიღაცას და იქ ერთ ბიჭზე მითხრეს, თავიდან არ იქნება, მე გამოიყვანენ ალბათ და იმაზე მითხრეს ნიჭიერია და ის უნდა ნახო წავიდოდი, შეიძლება სულ არ გამოიყვანოთ მე ეს ბიჭი, მაგრამ იმას ფეხბურთი ცხოვრობდა სულ ხო ის საოცარი კაცია, ვიღაცაზე რაღაცას ყური მოკრა და ის თვითონ თამაშზე არ ენახა. არ ეს პრაქტიკას არის, იცი რატო, მაგდრო შეიძლება სხვის სანახავად შეიძლება წახვიდე. და ვიღაც მოამრავე ეგეთ ანუ შენ რო ნახავენ ტრიბუნაზე რომ ეს გვიყურებს თან ეს გივის სხვას არ ანდობდა თვითონ უნდა ინახა ხო ხო ხა ის ვისგანაც გაიგო განა იმის პატივს არც ის სიდი მანახი თვითონ არა გადაამოწმებ და თან ლევანის აზრით საინტერესო დასტური მე რომ აი ხა მეგობრად რომ თვითონ ჩემთვის დიდი პატივია მაგრამ ეხა ჩემი აზრი იქ აი მე რო ვფიქრობ ეხა ბოლო წლებში რაღაცა აი ყველაზე სტაბილური გუნდის გაკეთება მოახერხა ერთჯერზე, მეორე ჯერზე და ეხა არის აი მესამე ფორმაციის გუნდის შენების პროცესში რა. ჯერ კიდე ეხა ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრა გვახსოვს ჩვენ რომ ჯერ ახალი ის არის რა, სელექციაც ახალია. ჯერ თავადაც ახალი გუნდსა ხო, ეგ არის ახალგაზრდულის ზინე ჯوارი ეგ არის რომ ასო ახალგაზრდულები გაქრა. ჯერ ერთი ხა ვიღაცა შეიძლება ეს ორი თამაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და შემდეგი ორი საბერძნეთი გერმანია. სხვა გუნდია ხა. სხვა ხალხი არა. იმან დაამთავრა იმას საკმა და მორჩე ხა სხვა ხალხი უნდა შეკრიბოს და ის გზა თავიდან გაიაროს და ხა კინო ეწირება რომ არის არის თაობა სადაც 7-8 ტალანტია არის თაობა სადაც 2-3-ია და იქ სხვა რაღაცების ფორმაციაში გვახსოვს ჩვენ რა შემადგენლობა იყო ხო მეორეში შეიძლება ხა ესეთი ვარსკვლავური არ იყო ცხადია მაგრამ იმ მეორე შემადგენლობიდან რომელიც თქვა აგერ ევროპის ჩემპიონატზე იყო სლოვაკეთში იქიდან 6-7 ფეხბურთელია აკვე აგერ ამ პირველ ნაკრებში გამოსახული თავი ხო ეგ არის ეხა ისე საფეხბურთო წრეებში აი 21-იანების მსვლელი არის როგორი სამსახურიო იცი ხუმრობით ვინმეს მოცილება თუ გინდა მანდ უნდა დანიშნო იმიტომ კარგ ფეხბურთეს იპოვის იმ წუთში პირველ ნაკრებს მიყავს და უნდა რჩება იმას ვინმე არ დაჭირდება და მოგიგდებს შენ ხო ანუ შეკრება მნიშვნელოვანია ხო ნაკრებთან ერთად არის სულ ყვებავს ეს ფეხბურთელები ხო ანუ ეს ხუმრობით მაგას იძახდე რომ მეცაც გეტყვი კოორდინირებულია ბევრ ქვეყანაში ეს თანამშრომლობა იმ წვრთნელს 29 წლამდელს შეიძლება სულ არ უნდადეს იმ ტაქტიკით თამაში მაგრამ მორგებული უნდა ითამაშოს რომ აქედან ვიღაცის წაყვანა რომ დაჭირდეს იმას ახლა საფეხბურთო ფილოსოფია თავიდან არ უხსნან ის სპარინგი მე ერთმანეთში ხშირად ანუ ესენი არიან თქო რომლებიც 3-4 წელიწადში ითამაშებენ უკვე დიდ ნაკრებში ხო ესე განიხილება რეზერვია რა თავარი რეზერვია შეიძლება მე ვიღაცა სანამ მაინც ეგაა რომ უნდა მიაწოდოს და მიაწოდა კიდევაც კი რა თქმა უნდა თავარია ეხა პარალელურად ეხა თვითონ ისეთი ეხა შედეგსაც თხოვენ შედეგს პირველ რიგში საკუთარ თავს თხოვს საკუთარ თავს არის კიდევაც კი ბატონო და ახსებს კიდევაც ხორვატიაში ის რომ ახსოვს მე პენალტების სერიაში მოგებული თამაში საოცარი თამაში მოიდო ბებზომ ხორვატებს ის როგორ მოახერხა რომ რაღაცა სულ ისეთი გუნდი ყავს რომელიც საკუთარ თავში დაჯერებული რაც გამარჯვების ისა გუნდს მენტალიტეტი ეს შეაფერდა შვედეთი არ ყავდა კიდე ხა ისე ვაჯობეთ შვედეთს თვითონ არაფერი აქეთ ხა საინტერესოა გერმანია საბერძნეთია ჩრდილოეთ ირლანდია, ლატვია არის და მალტა არის. ნუ პირველი პირდაპირ გადის, მეორე პლეი-ოფში და წარმატებები ჩვენს ნაკრებს. რა თქმა უნდა. კარგი, მე მგონი შენ დრო მოვიდა. მე ბევრ დროს არ წაგართვით. იმიტომ რომ ნაკრებები ახლა ხანს ღამე იყო და 3 ეპიზოდი მაქვს ერთი თამაშიდან თქვენის ნებართვით. ნუ დაგზოგავ. მალტა, ნიდერლანდები. აჰა. აგერ არის ისეთი ხელბურთები იყო ისე გაუჭირდა 3 პენალტი დაჭირდათ მალტასთან ნიდერლანდებს მაინც ნახავდი ახლა არა მე კი ნახე თვალის შეეული ხო პირველი პენალტი აქ ეხა ცოტა გაუგებრობა ეს გაუგებრობა არ ქვია ამას ეს იყო მე ესეთი მომენტი არ მახსოვს რა უყურეთ და გისმინეთ ხო ეგო ეხოსმა გაიტანა გოლი და საჯმა მანამდე პენალტი დანიშნა. ან ახლა ბევრი რაღაც გახსენება შეიძლება, ცოტა პაუზა რო აიღო და დავაკვირდეთ ეპიზოდს.
კი ბატონო, პენალტი იყო, მაგაზე კითხვები არ არის. არბიტრმაც დანიშნა, მე შეეცადა ჩაეთვალა. მაგრამ არა. სასტონის შემდეგ, ნუ იქ უკან ნახეს, რომ ეხა სასტონის შემდეგ გავიდა გოლი და ამგვარს ვეღარ ჩათვლი და ხო, არა, იგი ძალიან უცნაური მაინც მომენტია. მოუწია ჩასტოინა. პენალტის. იწამს გოლი გავიდა და არა, გოლი არის, პენალტი აღარ ხო, არის. და ნუ მაგას ეხა მე უკან არა, ანუ უნდა გაეგზელებინ ეცლია. დრო ვერ გაეტანა იმას რა მოხდა. დააბრუნებდი შეულებრია, ერთი წამიც არ არის, ხო, გასული. აი, როგორ იყო, სინქრონში იყო, იცი, გაიშვირა ხელი და სასტონი და ამას ფეხი მოკნეული და ცოტა იგვალიც არის ხოლმე ხშირად. არსებობს მოსაზრება გააგზელებინა ძმაო და ვერ გაიტანა ახლა რა გააგზელები თან ეხა ვარის ეპოქაში გააგზელენ ნახევარ ტაიმს ახოვენ და პენალსდებენ და ასე მაგის პრობლემა არ არა, არის. ნუ შეცდომა ახლა რა თქმა უნდა ლაპარაკე. იცი რა, პენალტი გოლი არ არის. ეხა აი დაუშვათ ჩემი გუნდი. ხო შეიძლება აიღოს იმას. ხო, ან გაასწინა. ბოლო წუთია. აი დრო აღარ არის რა და არის ეს მომენტი. გოლი გამაქვს, არ მithვლი და არა პენალტი უნდა დაარტყა, ვერ გავიტანე და პენალტი. კაი ჯანდაბას მაინც გოლია და დაარტყა და ვერ გაიტანა. არა, ზუსტად 2 წამში იყო რა გოლი და ამიტომ 2 წამი არა, რომ შეცდომა სასახად შეცდომა ამ საჯის რა. კი ბატონო. აი, პენალტები იყო ბევრი ამ თამაში, ხო? მეორე პენალტი რომელიც გადაათქმევინეს. ხელი უყარ. სამი პენალტი. სამი ვიზინა ეს გადაათქმევინეს. ხელის ამბავი. რა ხელის კი ბატონო. არაფერი ხელის ამბავს არის შელა. აჰა. ეს ვენერას ხელია, ვიცი. ვენერა არის თუ საერთოდ მე მგონი არ მოხვედრი. მიდებული, არა, ხელში მოხდა, მაგრამ ნუ ესე აქვს რა, მიდებული. უნდა გადაეთქვა. აი ეს არის კონტაქტი ხელში. სამხარია, ხო? აი არა, არა, არა. თუ ხელია მაშინ თან როგორ პენალტი. იმეშება, ცოტა ეხმარება, იცი, იხმარს რა კაცო. ხარი, ხელს. არა, იცი, არბიტრმა პენალტი დანიშნა და შეცდომაში შეიყვანა ხელის მოძრაობა. არა, არა, მოძრაობაში იქ. ამაზე პენალტს გააუქმა, ხო? კი, გააუქმა, ხო. მეთანხმებ. კი. ამაზე პენალტი არის. ნუ ბიზნეს უპენალტს ფიქრობ. აქ არის ანუ პროექცია. ხელში მოხდა პენალტია. სხეულის პროექცია რას ნიშნავს? ვენერას ხელს აღარ ახსენებ. ხელით თამაშის შევიტყო. ვენერა თვითონ ვენერას სურათი მოვიტანე გულშემატკივრების სპორტის სამი სახეობა, სადაც შეიძლება არ ყოფნით ხელით სამი სახეობა, სადაც ხელით თამაშობენ. კალათბურთი, ფრენბურთი და ხელბურთი და გაანებეთ ამ ფეხბურთს და მოხდა ხელში პენალტია. წყალბურთსაც ხელით ხო, ნუ ესეთი წესები. ალბურთი ხოკეში შეიძლება დაიჭერო ჩამოიჭერო. ჯერჯერობით ეს არის წესები გვაქვს ფეხბურთში, რომ ამაზე პენალს არ ნიშნავენ და არც დანიშნე, პრინციპში დანიშნული გადაათქმევინა იქ ვარმა. მე აი ესეთი გამომეტყველება მექნებოდა რაც რომ გააყოლოთ. ვერ ხოსტი? კარგი, და მესამე პენალტი. ოკეი, გაგუდეს მალტა. მალტას თველი რა სიტყვა და სამი პენალტი დამინე. მალტას წელი ვერაფერს ვერ იყო და ჰოლანდიელებთან იმისთანაც ცოდვა აქვს მაგათ. ხო, რა დააშავა, ესე არ ვიცოდი. 12-ით ერთი წავიდეს ესპანეთთან და დატოვეს ჰოლანდია ევროპაში ევროპის ჩემპიონატი. ჯერესნა მაგ ეგ მერე გაიხსენე ეს პენალტი ნახოთ. სენიორმა 200 გოლი გაიტანა და ემა. ეს მე ამ პენალს ეთანხმები? ესე ვერ ხედავ ჯერ პენალტი სად არის. აი, აბა. აქ. აი ესა. ეთანხმები? ანუ იტალიის კარში დადევდა ამ პენალს, ან გერმანიის, ან ინგლისის დაუშვათ. აი ეს კითხვა და გამიშთა ამ მატჩზე მუშაობა. ზურგზე ხა და რა. პენალტი წესების დარღვევა არის ახლა. ხო არა, სულ არაფერი არ იყო, ვერ ვიტყვი. მაგრამ ნუ ეს დატოვა ძალაში. კი. ხო, ნუ ზურგზე შეახდა რაღაცა. ყვითელი ბარათი რატონა? ცოტა ისე მიეცა თუ არა, მეორე საკითხია. ხო, ანუ არის, მე მგონი არის. თლად დარწმუნებული. ანუ როგორ არის? იცი რა, შეიძლება წესებით არის, მაგრამ მე ამ პენალტს არ მივიღებ. ეგ ვიგულისხმე დიდ გუნდე მაინც არის ხო, თქვა. თან ეხა ორი ხო, მაგრამ უკვე გაუქმებული ხო, ერთი პენალტი, ერთი გაუქმა. ერთი დადო. ერთი დადო. კი. ვიცი, სამი პენალტი, ორი დააბალანსა. სამი დადო. ერთი და ამის არ კიდე დადო? ერთი გაუქმე. ერთი გაუქმეს, ხო, ის პირველი ხო პენალტით გავიდა, გოლი რო გარჩათვალა. ეს კიდე მესამე პენალტი და ვიცი ხო. ხო, ის პენალტი უბრალოდ გოლი უგარჩა. ხა შეახდა ზურგზე და ხა ხო, და ესე მაინც ყვითელი ბარათი დადატყვილა მიცა. ხო, ბარათი ხო, ბარათი ესეთი სახის კითხვა. აი ბარათი რატომ მიცა? აი ბარათი რა შემეცა? თუ დაჭერაზე აძლევ დაუშვათ, ხელი დაჭერა ის ხელს უშვებს ახლა იმ მომენტში მე რომ ხელით არ უჭირავს ეგ უფრო კონტაქტი იყო იმისი რა ქვია ბურთზე წასული კაცის რომელიც ვერ მიწვდა ბურთს ამის გამო
უბიძგა და წახცია, ვიდრე ახლა კიდე დაიჭირა და ესქნას არ საიყვანა. ხო, ყვითელს კი საერთოდ პენას არ იტალიასთან ეხა შეიძლება მართლა არ დაედო, მაგაში გეთახმები. არის, ანუ ესეთი კითხვა, ხო არის ფეხბურთში არ არის ესეთი შავია და ეს თეთრია, მარტივია. ამაში გავერკვევით. მაგრამ არის 60-50-ზე, აი ვის კარში იდება და 60-50-ზე არ შეიძლება იყოს. 60-40-ზე, ან 50-40, აი ვის კარში შეიძლება პენალტი დაინიშნოს და ვინ ახავს რო იტალია ხა ისე ისეა გაცემულია ხოია რომ შეიძლება ქვეყნის ავტორიტეტი როცა არის რა თქმა უნდა ხა მაგას ეგ მუშაობს ყოველთვის მუშაობს მალტის კარებში უბრალოდ და სან მაინოს კარში უბრალოდ შეგინდოდა პროგნოზები აგერ ვარ ხუთნი ორი თამაში მე პროგნოზში საშინე ბოლოს რო ვიყავი თქვენ გადაცემაში ლივერპული PSG უნდა ყოფილიყო და მე ვივარაუდე რომ ლივერპული გავადა PSG შეუძლია მოემზადოს მეთქი შემდგომი სეზონისთვის და როგორ ჩემპიონი ეხლა გახდა ჩემპიონი ვაი ხო შეიძლება მოხდეს თქვა ავიღოთ 3 ქულა ჩვენ სად ამ ორ თამაში ხო და თურქეთმა ერთი კი ეგ როგორი იქნება ჩვენ ახალი მცველი ყავს კი ხო ანუ შეგეგებ რომ ჩვენ ფრევით თამაშობდი იმან წააგოს არა პირიქით იმან ფრეი თამაშოს ბულგარეთთან წააგოს ჩვენთან ერთი ქულით გამოვიდეს ხო მაგრამ ჩვენ 3 ქულით რა ხო ჩვენ წავაგოთ ესპანეთთან ერთი წააგოს და ერთი ფრეი თამაშობს ეს ყველაზე კარგი შემთხვევა ხო არა ხო ჩვენთვის ხო კარგია ხო ანუ 4 ქულას შენ პროგნოზი თქვით რომ სურვილი სურვილი პროგნოზი ისეთი თქვი მეთქი მაშინ რომ რავი ახლოს არ ყოფილა და არ ვიცი სურვილი თქვი ანუ ვარაუდი უფრო რა რამდენად რეალურად გეჩვენება თქვენ ხო ვარაუდი რატომაც არა ჩვენ ჯგუფში მაშინ სულ აქვს ხა 4 თამაში ხო დარჩენილი თამაშია დარჩენილი არა ჩვენ ეხლა კაცო ჩვენ რო თამაშობთ სხვაებს რო თამაშობენ კიდე არა ხო აცი მოდი ისინიც განვიხილოთ არა თურქეთის თამაშებით ხო საიდან აიღვა ეს 4 გოლა მან ესე იგი თურქეთი ბულგარეთი ხო ნუ ესპანეთი მე ბულგარეთს ხო ესპანეთი ბულგარეთზე რა უნდა რომ მოუგებს ახლა მაგაზე ჩვენ და თურქეთზე ვლაპარაკობ თქვა ამ ორი ტურის შემდეგ ეგ ძალიან საინტერესო თამაში მგონია მე ბულგარეთ თურქეთი რა ძალიან საინტერესო. ხო ბულგარეთში და რას ვარავდი. ხო და ანუ გონია და ფეხი დაუწდება. ეს კოეფიციენტიც რამდენჯერ მოიცა და კარგი გონია ხა რომ ბულგარეთთან რომ მაგას ფეხი დაუწდეს. კარგია უცებ. არა გავიგე მოიცა და ანუ ჩვენთან თამაშისთვის კარგი გონიათ ეგა? არა, უყურე ხა როგორი რეალური ისაა, ხო ის ახალ მწვრთნელზე ვთქვით და გამომდინარე აქედან რაღაც ერთვება ისეთი რაღაცები, მაგრამ შესაძაც ახალი მწვრთნელია რომ რაღაცა მეტი შანსი უჩნდება იმ გუნდს ყოველთვის, ხო, როცა ახალი მწვრთნელი ყავს და ზედმეტი мотиваცია და რაღაცეები არის, აქ ბევრი რაღაცა მოქმედი. და თვითონ თურქეთის ნაკრებზე რო ვფიქრობ მე რა. მათ ეხლა სავსებით ისეთი სავსებით კი არა ძალიან ამბიციური საერთოდ პროექტია. ჩავირთეთ რა ერთი არდა გიულერის და ის გოლები გვაქვს ჩვენ და ერთი ვნახოთ ეს მაგათი გოლები რა. 7 წლის შემდეგ 32-ში თვითონ ევროპის ჩემპიონი უნდა გავხდეთო რა. თურქეთის ნაკრების ის არის ხა თაობა მოდის სასწაული მართლა ხო? ეს გულერი ის იუვენტუს ეს მაინც უთამაშ იმომავალი პერსპექტივა აქეთ იქეთ მაგრამ მე ჩემი დაკვირვებით რა ხა 20 წლის ბიჭი რა ნიჭიერიც არ უნდა იყოს მაგ თავარი პრობლემა ასაკში ახლა ჩვენ ხო ისე უყურებ მაინც რომ რაღაცას იქეთოება უჭებით და იმიტომ ალბათ ეს საუბარიც რა აი სტაბილურობის ამბავი არის მაგასაკში პრობლემა რა ხო გეუბნები კიდე ერთხელ ვიმეორებ რამდენიმე მოთამაშე ახლა მაგალითად რა ხი ჩვენთვის ახლა მულდური იქ გაგვიტანა ევროპის ჩემპიონატზე თბილისში გაგვიტანა წინა თამაშები არ უთამაშია რა მეორე ეს განაპირა და კიდე ერთ ცენტრალური მცველი რა ჩვენ რო ესპანეთის ნაკრების დანაკლისს საუბრობთ რის თქმა მინდა რა თურქეთის ნაკრებშიც არის გარკვეულად ესეთ პრობლემები რა რომელსაც ბოლო შეხვედრები გამოტოვეს რა იქ რამდენად სერიოზული ტრავმა იყო ზუსტად ეს შემთხვევის რთული სათქმელია ჯერ ისე კარგად არ ჩავგმავები ვარ მაინც ადრე არის თამაშამდე და ისე ყოველ საინტერესოა რა იქ აი თურქული პრესის მიმოხილვა და რაღაცები როგორ უყურებენ აი უყურებენ გარდა იმისა ვინ აკლიათ და როგორ აკლიათ უბრალოდ ჩვენ როგორ გიყურებენ და როგორ ხედავენ თამაშის წინ აი შეხვედრის სცენარს რა ანუ გარკვეული პრობლემები თქოს თქმა მინდა რა ხო გარკვეული პრობლემები თურქეთის ნაკრებს შემადგენლობასთან დაკავშირებით ჩემი აზრით ექნება თამაში. ვინ უყვარდა
ტრაბზონის 10 ნომერი რო იყო. არა, მოიცადე ჰაირეთინ. ჰაირეთინი მეკარე. ხო, ესა. აუ, ჰამი 10 ნომერი. უნალი. ყარამანული. არამანული და გადმოხედავდა. არა. სახელიოსეულა. ეს როგორი იყო? ეგ იყო. არა, მოიცადე. იგი ხა მოიცა რა პერიოდია ეხა გაი. არა, მაინც. სახელიოსეულა. არა მოიცა ეგ სტუდიაში დავაბრუნეთ აღარ სტუდიაში გააჩერეთ ეს თამაშები, უნდა ისე მოგიყვება. არა, როგორ იმაშებოდა, იცი? ეს იყო თან მიდგენია. ბიჭო, თან რაღაცა თამაში გქონდა და ეხა მაშინ ხო ყველანი ვემზადებით და რაღაც ისეთი ის არის რა და ეგ რა თანჟი ჩაწერა, არა, თან ბიჭო ჩაწერა. შოლაკი თან ჩაწერა. გოლისთვის ჩაწერა. რო სიუჟეტი ახლა მე ეს მომამზადებს და მაშინ ვიჭერთ რაც კი სატელევიზიო არ იყო ყველაფერი თურქეთი იყო ფანჯარა მაშინ ხო და იქიდან მოკვდა ყველაფერი დანარჩენი და ამას ააკესა და იწერს იქ იმ კოსმოსზე ვეძახდი ჩვენ ოთახს რაღაც ეს ყველაფერს და ესე გამოდა თან არა მოიცა ისიც უთხრათ რომ ინტერნეტი არ არის არაფერი არის და რაღაც თამაში აი ის ინტერნეტი შუქი არა რომ მივიდოდით არა ნუ რომ მივიდოდით თამაში წასაყვანად რა თამაში მოგვიწოდა არ ვიცოდი იყო სამივე თასის მატჩები ერთ დღეს და ვინ რომელზე დაიწყებოდა როდის კაცმა არ იცოდა და რა თამაში შევარდებოდი და უცბად წარმოიდგინე შედი რეპორტაჟზე და ამ დროს არ იცი ვინ თამაშობს და შემადგენლობა არ იცი საიდან უნდა იცოდე უნდა იცოდო მიხრამო ხო სახეზე უნდა არა და თან კიდე როგორ რაღაცები იყო ხა მასთან რაღაცა მაშინ მუდმივი ნომრებიც არ იყო პირველიდან 11 ხო 11 პირველიდან 11 ანუ ის აი რომ ნახე პირველ ტურში 21 ნომერი ეს და მეც ეგ იქნება არა ზურგზე ნომრები აღწერა. გვარები ზურგზე გვარის ვიხდი, ნომრები კი არა, ზურგზე გვარები არის. ეწერა გვარი. ზოგადად LED და HD ტელევიზორები კი არა, ეხლა ვისაც გინახავთ ოპერატორებს რომ მონიტორები, ბორბლებიან ტელევიზორებზე შავ-თეთრი როდეთ, იმაში უყურებთ. და მოიცადე ერთხელ ის მიყავდა მე და გეგელიას იმეთი რა ქვია ნეგატივის გაფუშდა ესა და ნეგატივით წავიყვანეთ ერთ კლასი. ხო და ესა ხო და ეს ხო არა ეს დადგება ესე აი ნორმალი მეკო ეგ სალკეთამა მოსაყოლე აიღებს ამ εμას და ხედავს დემირბაშ აირეთინი და კორას მოიხედავს ესე გადმოქრავა სახელიც იცის ანუ ყველაფერი იცის რა ეს ამის იცის ყველაფერი რა ანიოკია ხო და არა გადმოქრაავს ბიჭო გამარჯვებული ესე და პაუზები აქვს იმისი ეს აი აკაკი ხორავა აიში რა ქვია რა და არამან უნალი და შენიცი რო ეგ არ ქონია არასოდეს ცხოვრებაში რა არამანი გამახსენ არამანი გამახსენ არა მაყოფილი იმიტომ რომ არის მაყოფილი არ ქონია არასოდეს და პირიქით მაგას მეჩხუბებოდა რატო არა გაკეთე არა ეგ ამაზე თავდაბალი კაცებია ერთადერთი ამაში ქონდა აი ეს უნდა თქვა იმითი რა ქვია გამოთქმით და გამოეხედა მე ხონურა ხონურა შეიძლება არ თქვა გამოთქმით ხო არამან ხო და აჰა ეგ ამბობდი მეთქი და მე რა გავაკეთე ხა შედიოდა ამ როლში ამაში იყო საჭმელი არ ველაძე მაშინ თურქეთში თავარი სამიზნე იყო ჩვენთვის თურქეთის ჩემპიონი საიდან მოდიოდა სიხარული მოდიოდა იქიდან თურქეთის საჭი შოთა შოუ და იყო ხდებოდა რა დღესასწაული აბა ვის ქონდა იმასა ვეძებდი მისულიყავით მაგახა მაგათ თამაში და ყველაფერი იცოდა იმათი ისა უნდიანო მალენკო ევასეოდა ეს არამან მალენკო მოკლედ ასეთი ხიარული გადაცემა გამოგვივიდა იმედია შემდეგი გადაცემაც ხიარული გექნება აი ეს ორი თამაში ჩავატაროთ ისე რომ შანსი გქონდეს რა იმ დღეს ვარებ რახან დრო დაგვრჩა ჯორჯ ბესტის გამონათქვამები ხო ჩვენ ორი გადაცემაც ქონია მიყვარდა ეს ერთ-ერთი შევხვდა და ძალიან მომეწონა და ამით დავამთავროთ დღევანდელი გადაცემა აი რა უნდა მექნაო რომ არჩევანის წინაშე დამდგარიყავიო თქვათ რომ ლივერპულის კარში 30 იარდიანი რეიდის თავის 4 მცველის მოტყუებით სარიელ კარში შეგორებით გერჩივნებოდაო თუ მის მსოფლიოს და ღამის გატარება აი ეს არჩევანი რომ დამდგომოდა აი ვერ ვიტყოდიო
საბედნიეროდ მე ორივე გაკეთებული მოვსა. აი ეს იყო ჯორჯ ვესტის ერთ-ერთი გამონათქვამი, ეს იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა და ჩვენ მომავალ პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს. სტუმრებს დიდი მადლობა. დიდი მადლობა.